მოგესალმებით მეგობრებო, მხეცები 6 პირდაპირ ეთერშია. სანდრო როგორ ახარ? კარგად, შეგო. გაასარევად. დღეს ველაპარაკებთ სხვა თემებზე და პირველი თემა იქნება სანდრო გორილები. გორილები, იყვარს გორილები? გორილებზე ვერ ვფიქრობ ის. შეხოს გორილებზე იყო ის მე აღუდგა. გორილა მოერევა თუ 100 ადამიანი. გორილა მოერევა უჯერ. მაგ გუნჩი ყავი შენ? 100-იანი რა, მაგ გუნჩი ყოფნა რა თქმა უნდა, შენ არ ეთახები? არა. შეუძლია კოორდინაცია ადამიანის ისე რომ ანუ ხო ხელები ჩუობენ. ხო, ჩულები. იმენა დალეწავს ბრატ ყველას. დაჟე ბოლოსაც ის იგივენად გალახავს როგორც პირველს ჩემი აზრით. მას უყურხელი 100 ადამიანს გააჩნია. არ გააჩნია ჩემი აზრით. როგორ გააჩნია? 100 ბროკლესნერი რო იყოს, კაი ხო. ხო რა. მაინც მოერევა, აი კაი მამალი გორილა. ანაიად მოერევა. ძალიან დიდია, რა მხელა. დაიღლება რაღაც მომენტში. ბიჭო, არ ამგონია. ორ კაც ერთდროულად ცემს ამ ჩოლებრად და გრიზავს 50. თავი ორგანიზება ჩემი ეს მაგის სიბლო. ხო, აი როგორ აი მაქსიმუმი არის რომ სამმა კაცმა ერთად ეჩხუბოს, ხო? მეტი ხო ვერ ეჩხუბება ერთად. ანუ რამე ერთი მომი რო გააძრო თვალებში ატაკო ან რაღაცა ეგეთი. გორილას ატაკე თვალებში. ვიღაცა მაღალია. თავგანწირულნე. ან მაღალია. კარგი პირველ 90 კაცი მენადრეული აქ მაშინ რა. დაიღლება რაღაცა. აი დავით აღვა შეიძლება ყოლა 200 კაცი, ხო ისე რო ყველაზე შეიარდა. მაგარი. ეგეთები უნდა რა. ჯონ ჯონსი, ასპინარი და ის. აი ჯონ ჯონს გორილა მოერევა ჯონ. ხო, მაგრამ მე ვიღაცები მოერევიან. მაშინ გენი ბოლშენ დატოვა. რო შეახტე ფეხებზე. რო დააბა? აი ძალიან ძლიერია ბიჭო, მოიქნევს ფეხს და გაქცევს ანუ რა. ეგრე არა. გორილა ამ ხალხს წარმოგენია. 200 კილოა რაღაც. ხო, მაგრამ რამ სიმაღლე არის და რანაირ როჟა არის. 5-ია წარიელი. მოერევა ჩემს გორილას. მე არ ვიცი 100 კაცი რომელიც გორილას მოერევა უბრალოდ. ანუ მაგას. UFC light heavyweight და heavyweight-ები როა იყო ყველა ერთად რა. ბოშ პერეირა დატოვა. და ნოკაუტს. ბოლო იმეჯება კიდე. ბიჭო, აი გონია რომ მაინც ხმა იქნება მაგარი გორილას. But nobody check his grappling. აი, ჭიდაობა შემოერევა. მერაბა რომ ვიშა შემოერევა. დაღავოს. არა, მერაბი არ გვაწყობს. ჯე მერაბა. არა, შეიძლება მიქრო რომ დაღავოს რა. გაიკიდოს უნდა ეს ხეზიავა რაღაცა, მაგ ხეზე გორილას. აბე, ნინოს მაგას ამბობ. ხეზე გორილა როა, მერაბა. რა შუაშია. მერაბა. ყველა ხეზეავა გორილა. მერაბა ზოგ ხეზეავა, ყველა ხეზე ვერა. არა, მერაბა ყველა ხეზეავა. ყველა ხეზეავა. აი მერაბა მოერევა თუ 100 ჩიმპანზე მაშინ. შიმპანზე მაგარ ჯანზე არის. მერაბა თუ 100 შიმპანზე. ეს რა შემო იქ ესეთ ფოსავა. გორილებს ესეთ ფოსავა. ხო, მაიმუნებს ესეთ ფოსავა. მერაბა მოერევა თუ 100 შიმპანზე რა. გაიხნე ხარ. 100 შიმპანზე. ის შიმპანზე იცი და ის ჩაწერე. აი ძალიან ჯანზე რო არის რა. ისე შიმპანზე. ძლიერი ტიპია, არა, მაგრამ YouTube-ი არა. გული გახსენა. ტიპია რა, პოპულარული შიმპანზე არის. Strong შიმპანზე. აი ჩაწერე, muscular chimp ჩაწერე. და ის არის, ტესტესტერონი აქვს ძალიან მაღალი, მელოტია რა. აი ეს მასტეცი. ხო. აი მაგას მოერევა მერაბა. არა, ის. რა ჯანზეა ბიჭო ნახე. ამას მე რა ვერ მოერევა. ქვა არის მე მგონი ბიჭო. არა, რა ქვა, ნაღდია ის. რაღაც ქვია იმენა. ეს ნაღდი შიმპანზეა. ხანდაკება არის ეს? არა, ბრატ, ნამდვილი შიმპანზეა ეს. აი საცხოვრობს, ნახე. ნამდვილია ხო? მოკვდა. ტიარტის პერედოზე მოკვდა. არა, ეხა ამ წუთას მყარი არ არის, რა. მაჯა ნახე ამ ხელა. ხელს გადაგიწევს. ხელს რა გადაგიწევს ეს? ეს არის საწილი. არ ვიცი. ხელს ნაწილი. ხაბაბი არის. ხაბაბია? ბიჭო, რაღაცნაირი ისეთი. სუქანია რა. არა, რამ სუქანია. ჩამო. ახი რა როჟა. აგარი ხერა. მე ხარიელი კუნთი. მე მოგლოთი, ასე რომ თმა არა აქვს. ანუ ალბინოსი. არა, თმაც არა აქვს, მაგრამ ალბინოსი ეგ არ არის. ალბინოსი თეთრი არის. თმაც არა აქვს, მაგრამ ამა შეხედე. ბიცეპს შეხედე ბიჭო. ანუ ეს ხო იმენა, ანუ 100 მერაბა მოერევა. 100 მერაბა მაგას? 100 მერაბა მოერევა, პატარა რაღაცო, მაგრამ მერაბას ერთ-ერთი მოერევა ის ჩემი აზრით. უჩა. ეგეთი მაგერია. დაწონაში იქნება ეგ შეხედე რომ შეუშვა იუსი შეტა, ჰა? დაბლა. რამდენი კილო იყო მიდი გარკვი არ კიდე? ისე რამდენი კილო, რომელ წონაში გამოვიდა და რო რამე რა. ალბათ 60. სახელი არ წერია, ეგ სახელი ეწერება. ეს აი ეს ამანზია ეს, ამას მეც მოერევი. ყურებში მოკიდებ ეგრე. ეს ქვია ამას. არა ეგ არა, ის წინაში რო შეხვედი, ნახე აი ის რო აი გახსნილი აქ იქ. მონგო რა წონა იყო საერთოდ, რა წონაში გამოდიოდა მონგო. მონგო wait. აი შეიძლება იცოდეს დაიცა. 70 კილო მაქსიმუმ. მახაჩოს მოერევა ხა. მახაჩოს მოერევა კი. რა უნდა ეს?
პერეირა მოერევა. პერეირა უჭველი გათიშა. ნუ აი მაგრამ ამა ჭიდაობა რო იცოდეს, ეგ არ ვიცი ხო. მაგრამ არ დააჩის. შიმპანზე. არ თავისუფალი ჭიდაობის ჩიპი რო იყოს შეიძლება, არ ვიცი, короче. გორილა ცოტა ის არის რა. არ არის სამართლიანი ჩემი აზრით, ვაფშე 100 რატო აჯიბრებ? 100 რატო აჯიბრებ, ანუ ერთ შეაჯიბრე რა, პონტი 100 ყველაზე ხარ. ისეთი ის დასვი, ანუ ისეთი ის დასვი რა. 100 კაცად აჯიბრებ გორილას? აბა არა, 100 კაცი როგორ პონტი იცი რომ აი, ჯერ ვაფშე მოდი ეგრე მუშაობთ რომ ხელით რო ჭკუება. აბა? აი ესე წარმოვიდგინოთ რომ გორილა და აქეთ არის ერთი კაცი. Und ეს თავისუფალი ტყეში არიან, ეს თავისუფალია რომ გააკეთოს რამე იარაღი ან რაღაც ხვაზე ხარ რა. რეალში. არა, მე ნამდვილი მინდა, აბა ეს რა არის ხვაზე ხარ რომ 100 კაცი ჩასვიდა ის მარტო ერთი გორილა ხვაზე ხარ, რაღაც მომის დაიგლება ხო ბაზარი. ისა იმა მე თანახმა ვარო. გორილასთან რომ 100 კაცი ვერ შეკავ. ჯონ ჯონსი თანახმა. 100 კაცი და აი ვიჭყობებ ხო? ჯონ ჯონსი პირველი ჭყუბებს? ჯონ ჯონსი უჭველ სალშერებს. ჰა? კაი, ასპინალს არ ჭყუბე ხა გორილა. ყველი. კაცი ამის გადაიხდიან და 50 მილიონს გადაიხდიან ვიჭყობებს. 50 მილიონზე ასპინალს არ ჭყუბე. 50 მილიონს არც გორილასთან არ ჭყუბებს ისე. თეთრსახში გორილასთან ჭყუბებს შენაძრით. თეთრსახში ჭყუბებს კი. გორილასთან თეთრსახში აჭყუბე ოღონდ. იმენა და გორილას წარმოადგენს, გორილას წარმოადგენს თელს ხოლმე სამყაროში. გორილას წარმოადგენს აფრიკას. ბუნებას. აფრიკას არა? არა, ბუნებაში. გორილას წარმოადგენს სხვა ადამიანი და ბუნება რა. აი ხა ადამიანი როგორ წარმოადგენს მაშინ, არა? ადამიანი რაღაც წარმოადგენს მაშინ. არა, ადამიანი ინდუსტრიალიზაციას წარმოადგენს. ცალკე ნაწილი არის რა. მაგრამ მან ვაფშე გორილა არ უნდა გასულიყო წესით. მეორე მხარეს, ანუ გორილა ისე გავიდა რა. როგორ გითხრა, короче, უსამართლოდ გავიდა. გრიზლი უნდა გასულიყო და გორილა გაიშთა. გრიზლი გასულიყო, შანსი არ ქონდა, არ ჯონ ჯონსს მაო და ვაფშე არავის. ანუ ინახავს ამ ხელა გრიზლი. კი, იზრდება ანახია ვაფშე ვინ მოერევა ცხოველებში? გორილა, ლექსვიდან თავი იყო ის ტიპი. ხო, გორილა, გრიზლი, ვეფხვი და ლომი. ვეფხვია ხო, მაგრამ ვასაკე სამყარო. ვეფხვი ძალიან დანაჰერმა ლომიო რა. ლომიო? ბიჭო, ვეფხვი ძალიან დიდია ისე. კი, просто 9 ტონა არის. გორილა საკუთარ ყველაფერში. აი ეს ფურცელზე რაც არის რა. რატომღაც აქვს ყველაზე დიდი კბენის ძალა. აი ეს თუ ჩაგა ხეს ჭამს აი. ხო რა. კონტური მასა. პიკ ბენს გორილა. ხო, აი მაგაზე არ წავა. სად იყენებს ვაფშე მაგას? ხეს ჭამს. და შეტევაზე იყენებს მაგას? რო ჩხუბობს კბენს ვინმეს? არა, უფრო ის არის ეგ. მოაიტაი და რამე ხოლმე ხარ. ანუ არგუმენტი ის იყო ლომის, რომ უბრალოდ გამოცდილებით ჯობია ყველას. ბიჭო, ლომი ეთია რა უფრო ხოლმე ხარ. დასტოინია თან. არა, ისეც მირჩენია ლომი ხოლმე ხარ. ლომი ყოველდღე ნადირობს და მარტო ნადირობს. ხო, არა, იასნია, ხო. ვეფხვი და ისა ვეფხვი ხოლმე ხარ ოჯახთან ერთად და რაღაც. ვეფხვი ოჯახთან ერთად ნადირობს? ეგ არ ვიცოდი. ვეფხვი ოჯახიან ვეფხვი არ მინახავს. ლომი მინახავს ოჯახიან. ეგეთი რაღაც თქვა რომ ისა ვქია. გალიაშიო, გრიზლი მოერევა ყველას. მაგრამ ბუნებაშიო ის ერევა რა ლომი. დასაოჯახებელი ვეფხვი იყოს, რომელიც მარტო ნადირობს, ანუ ოჯახი ოჯახთან თუ არ ნადირობს. ანუ უბრალოდ ლომი ყველაფერს ნადირობს და ანუ მეტად გამოცდილი არის და ვეფხვი ირჩევს ისეთებს. სუსტებს. ხო. ჭკვიანია უფრო. ვაფშე ადამიანი მოერევა ყველას, მე თუ მკითხავ. ოღონდ ხოლმე ხარ, ხელით არ უნდა აჩხუბო ოღონდ რა. ატომური ბომბით. არა, ეგ არა, ანუ ადამიანის უფრო შეუძლია რომ ისეთი იარაღი შეიქმნას რომ ხოლმე გაანადგუროს რა. აქ მოერიეთ ბრატ. არა, მორეული. მაგიტო არძის ახლა აქ ლომი და მჟან მე მოიცადა ისე. ზოდიაკოთი ადამიანი ლომი მაგიტო არძის აქ. კეიჩი ალბათ მაინც მოერევა. გრიზლი. გრიზლი ხო. მაგას ვერ მოკლავ პროსტა. არა, იმას ვერაფერს ვერ უზავ ხო. ან მოკლავ, მაგრამ იმდენი ხანი ხოძია კიდე. არა, ვერ მოკლავ. ადამიანზე იძახი შენ ადამიან გრიზლიზე გეუნ. არა, ხო, მაგრამ ადამიანთან კეიჩი თუ რაღაც ანუ. მაგ ცხოველებთან ერთად კეიჩი. ეგ ცხოველები ვერცეთ სიტუაციაში ვერ მოკლავენ გრიზლის ჩემი აზრით. რანაირად ლომი რანაირად მოკლავს გრიზლის. ჭყალებით. აი, ბიჭო, იმენა ამსის кейსა კანი აქვს, ანუ რა. თვალს ჩაარჭობს და ის არის რა ქვია. და ის ისე ხო დაელოდება მე გრიზლი. ის არის უფრო. გრიზლი დონდლა. უნდა ნახო რა, ეგრევე ვერ გეტყვი. გრიზლისაც გააჩნია და ონსაც გააჩნია. ყველა ლომი ვერ მოელევა, ყველა გრიზლის ჩემი აზრით. კაი, შემდეგ კითხვა მაქვს შენთან. შუმბა მოერევა? შუმბა ხო მაგას? შუმბა. არა, ეგ დებილია. სულელიკო არის. შუმბა პატარა იყო პროსტა როგორ იზრდება და მე შეიძლება მოერევა. ჩემი ნუში მოერევა, ჩემი ეს. შუმბას? ბიჭო, ეგეთ პატარა იყო? სასწავლი იყო ზოგადად. რაღაც ეს სახე ქონა კეთილი. ამას პროთ სახეა. ეგ მან პატარა არის. პატარა იყო. აი იზრდება მე და აბა რა შუა. ლომი იყო. კაი, კიდე ერთ კითხვა მაქვს შენთან. ყველაზე დიდი ამოგიგია ცხოვრებაში. ყველაზე დიდი, ანუ თანხის მხრივ გულისხმობა. აი მოგებული აზრი აქვს, რას გამოყოფთი. ისეთი გინდა ცოტა აი პოეტური პასუხი გინდა. გამოუშვა. ჩემი შეყვარება. აი მენაში. ყველაზე დიდი გამოგებული.
და მეორე იყო ერთი რენკის თამაში იყო ვაგებდით და აი ძალიან ვაგებდით და მაგრა შემოვაბრუნეთ კაროჩი აი გოჭერდა მეწავე გოლი თამაშობდი ეკარიმით მეორე იყო ეგ ანუ რა უბედური ხარ ჭაფერ მოიგიო ვის მოვაში არა ჭაფერ მოიგია ეგეთი ანუ თანხა და ნაკინი არ მოიგია ნაკინი არ მომიგია მაგ გათამაშებაში არაფერი არ მომიგია ვაფშე საერთოდ არა რა მომიგია ვინ მოგაგებინებს შენ ვინ მოგაგებინებს მე არ მჯერა მაგეებს რა ჯერა კაცო ჩემ დიდები ეს მოგებული აქვს უთო ტოსტერი გადაღებულია ეგ ის აი ელეს 1000 გოლი გატანილი ეგეთი არის ეგ რა არა მოგებული აქვს ხალხ რაღაცები ბიჭო აი თემ თვალთან არ ნახავ მე მაქვს მოგებული ნაკინი და როგორ იცი ნაკინს მოიგებ ხა რა მეგონა სერიოზულ ასაზე ანუ რა ნაკინი რავი ნაკინს გონე რომ ხადო მეც მოვიგე რო დავიჯერო რომ შეიძლება ხოთელი რომ მოვიგე ანუ მე რო ვიყიდე ნაკინი მოვიგე ნაკინი და ეგ ნაკინი რომელიც მოვიგეთ აი იყო თეომ რა თეო ჩავიდა მაღაზიაში და თეო რო ჩავიდა იმას მოგო ნაკინი ბიჭო ეგ იყო როგორ დიეცი აი ვაფშე ახტება მეთქი არის არ მჯერა ლოტოს ბილეთი არის ეგ კიდე აღარ დავიღუპეთ და მაგარი ლოტოს ბილეთი მაგარი ეგრე არის ეგეთი დღეები როცა ყოველთვის მოგების ხოძე მოკითხოთ ინას არის თუ ეგეთი დღეები იგლენ დღეები არის იგლენ დღეები ამ დიდი აფერ მოგია კაროჩი მაგით არა შენ მოგიგია შენ მოგიგია ნაკინი მოვიგია შენ ხო მოგიგია რა ლარიანი რაღაცა მოვიგია რაღაცები მაქვს ისე დამამცი რა რომ გეგონება ისა მანქანა მოგებული გადაფრიკედა მოვიგია რაღაცები მაქვს მოგებული თო იხსენები ხა რაღაცა მოვიგია ისეთ მაქვს მოგებული შენ ეგეთ რამე ქონს მოგებული ვერ გაგაჩვენე და კიდე მაგაზე გელაპარაკე რა უბედურები ვართ ნაკინი გამოგებული მარტო ჩემი აზრით ბიჭო ინა მაგ ერთი კითხვა აბა შენი ისრები აი რა ქვია red flag-ები ჩემთვის სხვა ადამიანში ეხა პოპულარული თემაა ძალიან მეგობარ რა მხრივ ნებისმიერი მხრივ ზოგადად რო ტიპი არის ცუდ ადამიანი ამასთან მე არ გავჩერდები ბიჭო აი რო დავამუღა ოღონ ისინი არ მითხრა ეხა რომ რაღაც პლეილია და რაღაცები არა ეგ ცოტა ის აი ყველას ეგ არ არის red flag რო დავამუღა პრო ტიპს ვერ ვაგებინებ რაღაც აი ძალიან ელემენტარულში რო იტყუებს თავს და მაგას ვერ ვაგებინებ ეგ იმენა red flag-ია რა აი რო ვერ ვაგებინებ აი ყველაფერს ვაკეთებ და რო ვერ ვაგებინებ ანუ შეიძლება ცუდი რაღაც თვისებები ქონდეს ადამიანს ყველა ადამიანს გვაქვს ცუდი თვისებები რა არ არის ეგ პრობლემა ხო ზეხარ შეიძლება რა ვიცი აგვიანებდეს ყველგან რა ვიცი ბევრ რამეს აკეთებდეს ხო ზეხარ ანუ ძალიან ისეთი რა უპატივცემლოდ იქცეოდეს სხვების მიმართ მაგის გამო ანუ არ ითვალისწინებდეს სხვებს უპასუხისმგებლო იყოს შეიძლება და ასე შემდეგ რა მაგრამ როგორც კი ეგ იმაში გადადის რომ სხვა ადამიანებთან შედის შეხებაში მისი ეგ ქცევა და ვნებს ამ სხვა ადამიანებს და მე დიალოგში არ შეუძლია ამის გაგება, დანახვა არ შეუძლია რა. აი გეტყვიან ეს მოვაქცევ ხეთრებში. აი თავს რო იმართლებს ტიპი. იმის მაგათ რომ მოგისმენთ, აღშერავნებ რომ მე ჩემს ეს პრობლემა გაქვს რაღაც. და იმის პირველი რეაქცია რომ თავს იმართლებს რა, რომ არა ეგ იცი რატო ეგ, იმიტომ რომ ანუ არა მგონი რომ აზრი აღარ აქვს რა. ხო, მაგრამ ეგ ხო შეიძლება რაღაცა არის, ანუ ურთიერთობაში დიდი ხანი უნდა იყო და მე შეიძლება შეამჩნიო. აბა შენ უფრო ვაფშე რომ დაიწყე შეამჩნიო? ხო, აი არის რაღაცნაირად, ანუ თუ ამოღება ძალიან უნდა რომ თავი მომაწონოს მაგალითად ეგეც სერფლეგი არის. იმიტომ რომ ძირითადად ეგ ნიშნავს რომ რაღაცას ცდილობს რომ რაღაცნაირად დამანახოს თავის თავი, როცა რეალურად რა მე ის მაინტერესებს როგორი ხარ ის კი არა როგორი გინდა რომ წარმოაჩინო შენ თავი. მე ამ მიყვარს აი ოვერ პოზიტიურები რო არიან. აი რა ქვია მაგას? ყველაფერი კარგად არის? არა, აი როგ ბომბავენ იმითი. აი სულ როგორ გითხრა? რა ქვია, აი არ შეკვედა ეგეთი ტიპი, აი უაზროდ პოზიტიური რო არის. სულ აი რო უხარია შენ დანახვა და სულ პოზიტიურ რაღაცებს რო გეხვეწება და გთხოვს და ეს ხო არ გინდა და ძალიან მზრუნველი რო არის რა. აუ რო არ იცნობ. ამ შეყვედებული გასაგები არის რა. ეგ არ მომსვლი ეგეთი რამე. მართლა არ ზროს? აი რო და მე მყავს ეგეთი ხალხი. მე მგონი სტუდიიდან განიშნებენ. პროდიუსერი მატყობინებს რაღაცას. ეგა? ფიჩო რა. ჩემთან არ იყო ეგრე ეგ. ეგ იყო ჩემთან? რაღაცას ატრაკებდა ეხა მაგრამ. მის გამახსენდა ერთი ეხა. შენ რო იცი ეგეთი. მე რო ჩემთან ეგრე იყო? ხო, ყველასთან. აი დაიკიდე, კაროჩე, მე მგონი ხალხი ვიჭორაო რა. მე მგონი ხალხი მიხვდას ვიზა. არა, მე ფასტახი, უბრალოდ მე არ მქონია გამოცდილება ეგეთ ადამიანებთან. შეიძლება რავი ეგრევე იმაშვები. ანუ შეიძლება იმენა ჩემი მიმართ კი არა, просто რაღაც ეს პროდიუსერი, ხო, toxic positive-ის რო ეძახიან, ხო იცი რაღაც ისინი. ხო, იცი კი. მე არ მევასება ეგ. toxic ფაშინელება. ოღონ მე არ გულისხმობ რომ მაინდა ჩემთან არის ეგ რაღაც გარემოში ხო ხვდება რა და ანუ უადოს თუ ყალბი არის, თუ ყალბი არის, ხოაზე ხარ, იასნია რა. ანუ თუ მართლა ეგრე არის, ტიპი просто კარგად არის, აი რავი.
მაგალითად რო იყო პროსტა არა როარ ტიპია, ეგეთი არა, ეგეთი არა. შევხედებელი არ არის. ეგ არის უბრალოდ რას გულისხმობ, იცი, ანუ შეიძლება ადამიანი იყოს ესეთი, რომ თავის რაღაცებს არ გახხოვდეს თავზე. მოდი ხარ. ანუ ეგრე იყოს რა. და ეგეც თითქოს ეგეთი არის, ეგრე ჩანდეს. აი შეიძლება ცუდად იყოს და ამ ლაპარაკი დაიწყოს, რომ სამყარო მშვენიერია და ხო, ეგ ლამაზი ყვავილებია და ხო, ეგენ გიჟები არის. ეგეთები არიან. ანუ მე ვიძახი რომ ეხლა რო გაიგებ და აიცნობ და რაღაც მე არა პროსტა რა ვიცი ნაშეთ. გრინ ფლეგი რა არის, არიცნობ და პირველ დღეს ნახე და ეს მე მგონი მაგაიროჟა. აი, ოღონდ ორი ნახო მჭირდება. გადამოწმო. აი, ორი ნახო მჭირდება, გეტყვი ანუ. პირველად რადგან ვილაპარაკეთ ეგრო გაგებულია და ახსოვს. აი, ეგ არის იმერგრინ ფლეგი. ანუ რომ მართლა მომისმინა ტიპმა რა. ნებისმიერ თემაზე არ აქვს მნიშვნელობა. ანუ ხო, ვაფშე არ აყოფით რაღაცაზე რა. რომ მაგალითად რაღაცა მკითხა სიყვარს თვითონ. რომ აი, რავი, საწავობ, ხოლმე ხარ. და მე უთხარი რომ აქ და აქ წავობ და რომ მოგწონს თუ არ მოგწონს და რაღაც მე ჩემს რო უთხარი. აქ წავა აღარ ვიცი რა შუაშუაშია. რაღაც ეგეთი მკითხა რა. და მეორე შეხვედრაზე რომ ახსოვს ეს, ანუ რეფერენციებას რო ახდენს მაგისი რა. მისი ქცევიდან გამომდინარე ან ლაპარაკი გამომდინარე რომ ხვდები რომ ის რაღაცებიც ულაპარაკეთ, ყველა არ მილაპარაკია ხოლმე ხარ. პროსტა არ მკითხა რა. ეგ იმენაგრინ ფლეგი არის, აი გიჟივით. ეხლა რა ხდება ეგ მოგწონს ეს კაცები ყველა ქალი და კაცი რო ერთმანეთზე წერს ჩემ კაცებში რედ ფლეგი ეს არის და ქალებში რკინი საწერენ კიდო არ გაშენ ეგეც რაღაცა არ ხდება ლოლის ვიდეოები აუ შენი ეხლა ტრენდი არის ეგ მასტერი ტოპ თითქმის ყველა გოგო არის მაგრამ ბევრი გოგო მაგას წერს რა ანუ ბიჭო ეგენი ვაფშე სისულელებია ჩემს აზრით მაგას დამბეჯომი ჭუბია მე და ეს სისულელები არის ეგ არა შეიძლება მართალი იყოს რაღაცა იმ რა ის რომ მიეწყო ზოგადად როგორ აცეჭია ეს აი კაცმა რო არ იცის რაღაცის შეკეთება მაგალითად სახში შენ იცი? ჰა? შენ თვითონ იცი? შენ ეკითხები არა, ვინც მაგას წერს, იმან იცი? აი გოგო? არა, შენ კაცი ვარ მარტო იცი. ეკითხება იცის იმან? ხალხ მე. ხო, აღნიშნელებაა თუჩი. კაი, red flag-დან ეხლა აიდეა მოწოდა პროდიუსერმა. ო. ხენი red cross-ი რა არის? red cross-ი მოდი დავიკეთოთ. ხენი შენი სატარებელი ჯვარი რა არის? იმენა შენი. აი რო იბადები რაღაც სერიოზულად ეკითხები ხო? ბიჭო, ჯერჯერობით შემიძლია თქვა, მომავალში არ ვიცი რა იქნება. აი so far არის ის რომ ბევრ ადამიანს ხშირად ვტკენ ხოლმე გულს, იმიტომ რომ სიმართლეს ვეუბნები რასაც ხედავ მათ შესახებ. და ხშირად გულს ვტკენ ხოლმე ადამიანებს და ჩემთვისაც ვტკინეულია ხოლმე ეგ. იმიტომ რომ არ არის ასიამოვნო, როდესაც გულს ვტკენ. და მე შენ ეხა ძალიან ესეთ პასუხი მითხარი. როგორი? ზოგადი თუ არა? არა, სერიოზული. არ ველოდები მაგ პასუხს. ანუ გეტყვი რას გულისხმობ? ანუ მე ანუ შენ ველოდ მაგას თვლი რომ რომ დაიბადე ეგ ჯვარი გერგო რო ატარო? ბიჭო მე არ ამიჩევია ეგ რა. ანუ მე რაღაც მომენტში პოსტა იმას ვქენი რომ სხვანაირად არ არის სწორი თუ რაღაც. რომ დავფიქრდი მაგაზე როგორ ჯობია მოქცევა და მივედი იმაზე რომ სხვანაირად არ არის სწორი და მაგქენა გამომდინარე რომ დავიწყე მოქცევა ცხოვრებაში, მე ისე გამოვიდა რომ ეხა რაღაც სიტუაციებში გავიჩნდე, სადაც დარწმუნებული ვარ რომ ეს ადამიანები სხვებთან ჩემზე თუ კითხავს სხვა ადამიანი ჩემზე რაღაცებს და ჩვენ ურთიერთობაზე იმათ ისტორიაში მე ვიქნები ბოროტ მოქმედი ალბათ რა და არა რაღაცა არა კეთილის მოსურნე როცა არავის არ ყოფილა ჩემი განზრახო ცუდი მათ მიმართ კაი ზოგადად ჯერა მაგ რაღაცები ის რევის აი რომ დაბადებიდანვე რაღაც ის გაქვს დჰარმა რომ ესე უნდა ეს შენ სამყაროსთან ეს მოვალეობა გაქვს ბიჭო შენ თუ იმას გულისხმობ რომ მაგას ვერ გავიქცეოდი და უჭველი მაგასთან მივიდოდი ეგრე არ ვიცი რამდენად არის უბრალოდ ანუ რაღაცები ხო აკეთე რომ დავიბადე და გამოცდილება მივიდა პირველი. აი ძალიან ისეთი რა, პრიმიტიული გამოცდილებები, რომ მაგალითად რაღაცაზე გული მეტკინა, რაღაცა მეწყინა, რაღაცა შემეშინდა, რაღაცა გამიხარდა, რაღაცა გამაბედნიერა. ეს გამოცდილებები ხო მივიღე და მე მაქინდან გამომდინარე, ჩემი საქციელები განისაზღვრა რაღაც სიტუაციებში, როგორ მოიქცევი, ხო? უბრალოდ ეგ კი არ განისაზღვრა რაღაც სიტუაციაში, როგორ მოიქცევი, განისაზღვრა ის დიაპაზონი ქცევების რა არჩევანის წინაშე დავდგები მე რაღაც სიტუაციასთან რომ მივალ, მაგალითად მე რა გამოცდილებებიც მქონდა, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ რაღაცა რომ მოხდება, მე აუცილებლად რაღაცნაირად მოიქცევი, მაგრამ იმას ნიშნავს, რომ რაღაცა რომ მოხდება, მე აუცილებლად რაღაც კონკრეტულ არჩევნებს შორის გავაკეთებ არჩევანს, ქცევებს შორის გავაკეთებ არჩევანს რა და რომელიც იქიდან გამომდინარე მე როგორი ადამიანიც ვარ, რომელიც ყველაზე ლოგიკური იქნება ჩემთვის და რომელიც ყველაზე მეტად იქნება მიღებული ეთიკურად, მაგ საქციელს ავირჩევ, თითქმის ყოველთვის. ანუ ჩემი პიროვნებიდან გამომდინარე, ყოველთვის ავირჩევ იმ საქციელს, რომელიც ჩემთვის ყველაზე მისაღები იქნება. ეგ იმას ანიშნავს, რომ რაღაც დეტერმინირებულია ჩემი ქცევა რა, მაგრამ რაღაცა დოზი დეტერმინირებული არის, ანუ მე მაქვს მაგას ეძახიან თავისუფლება კი არ არის, ავტონომია არის რა, ანუ ქცევის ავტონომია მაქვს, ავტონომიის ზღვარი მაქვს რაღაც რა. ანუ რაღაც კონკრეტულ რაღაცებს შორის არჩევანს ვაკეთებ და მაგიდან გამომდინარე რაღაც დოზით განსაზღვრული არის ჩემი ქცევა. რაღაც დოზით. იმიტომ რომ ის პირველ გამოცდილებას მე არ ვირჩევ რა. ანუ
იმ პირველ გამოცდილებებს მე როგორ გავაანალიზებ და როგორ მივიღებ და რა დაწუნებს გამოვიტან, მაგას მე არ ვიცი. ძალიან პატარა რო ხარ, რაღა აი მაგალითს მომყვები ხა, ერთ-ერთი პირველი მოგონება რაც მახსოვს რა ვაფშე. აი საერთოდ ყველაზე უკარო წავედი, პირველი მოგონება რაც მახსოვს, პატარა ვიყავი, არ ვიცი, ალბათ 3 წლის, ან 2 წლის. ეს რა მოგონება ვიცი. ხო, გეტყვი, ჩემი პირველი მოდაცრუება. გამახსენე? გეტყვი, ან 2-3 წლის ვიყავი და ვიყავი ცემში. ის რო არის, რა დასვენებელი კურორტი რო არის. და რაც მე ბებია ჩემი ზოგადად ხო ხარ და ცემში იყო ერთი კაცი ცხენი ყავდა თეთრი რა მურადა ეგრე ერქვა ამ ტიპს რა და ცხენს არ მახსოვს რა იყო კაროჩი მაგრამ მურადა იყო რა და ეს მურადა როგორ ტიპი იყო ეს ცხენი დადიოდა და აკატავებდა რა როჟებს ну ალბათ ფულს უხდიდი არ ვიცი ხა არ მახსოვს მე რა მაგრამ და ამოვიდა ჩვენთან სადაც ჩვენ ვიყავით რომელ სახშიც ჩვენ ვიყავით რა და ჩვენ სხვა ბავშვებიც იყვნენ იქ მარტო მე არ ვიყავი რა და მე ძალიან მომიდა ცხენის დაჯდომა რა ძალიან პატარა ვარ რა 2-3 წლის ვარ რა და ბებია ჩემმა არაო იმენა ხო ხა იმიტომ რომ ჭიშარაქალი არის ძალიან რა რაც ცხენზე დაჯდომა ანუ დღემდე მეუბნება რომ გზაზე რომ გადადიხარ აქეთ მოიხედე მანქანა გაგიტანოს ხო ხვდებიან რა როჟა არის და არ დამსვეს რა და ბიჭო აი ძალიან გამიწყდა რა და ეს ბავშვი ჩემი მეზობელი დასვეს და წავიდნენ ცხენით და რომ წავიდნენ მე გავეკიდე და წავიქეცი და მუხლი დავარტყი ძირს და მაი მეტკინა ხო ხარ და აი როგორ გამიცრუდა იმედი იცი აი ძალიან გამიწყდა იმედი რა და ეგ არის ჩემი პირველი მოგონება რაც მახსოვს ვაფშე რა ანუ იქამდე არაფერი არ მახსოვს რა ხდება როგორ ისტორია არის აი სერიალში რომ უნდა გაიყვეს რომ პერსონაჟი რომ ეშმაკი არის და ბოლოს რომ გაიგებ რომ მუხლი დაარტყა და კოჭია შენ რომ რაღაც ფილმი იყოს შეიძლება რაღაც მომენტში შენი ბავშვობა იყოს რომ ეს ეხა კოჭლი ხარ და ანუ ბიჭო ნუ გავიცი ეგრე არ განვითარებულა მე რაღაცა მაგის მე ეგრე არ განვითარა ცოტა მტკივა ის სიმართლე გითხრა ხო იცი ეგ ჩემი მუხლის ამბავი ხო იცი ეხა დავუმღვა ეგ მეც არ ვიცი მაგიტომ მაგრამ ხო რა და ეგ იყო პირველი მოგონება და ანუ ეხა ეგ რო დამემართა მათ ხო მე არ ამიჩევი რა რეაქცია მქონდა ანუ იმენა ცხოველი ვიყავი რა არ დესტრუქციული ცხოველი ვიყავი ალბათ არ ვიცი კი მეუბნები რომ კაი ბავშვი ვიყავი მაგრამ მე მგონია რომ კარგი ბავშვების დესტრუქციული ცხოველები არიან ხო ხა იმიტომ რომ რავი დანგრევა გიწოდება რაღაცეების და ეგ ოკეი არის რა იმიტომ რომ მე მთელი ცხოვრება უნდა აღშენო ეხა ცოტა დაანგრე ბავშვობაში არა უშავს ხო და მე არ ამიჩევია მაგაზე რეაქცია მაგრამ მაგან რაღაცნაირად განსაზღვრა ალბათ ჩემი ქცევა იმიტომ რომ ჩემი ფსიქიკის ალბათ ყველაზე ქვედა ერთ-ერთი ყველაზე ქვედა შრეში იყო ეგ რა რაც მოხდა რა საბოლოო დანიშნული კითხავს მიუბრუნდი ესე იგი შენ მეტნაკლებად მაინც ხო არის რაღაც არ არის ეგ ჩემთვის ეგ არ არის ეგ რაღაცა მისტიკაში არ გადის რა ანუ რაწილობრივ რაღაც ანუ იცი რა ნაწილი არის იცი ცოტა მისტიური რომ მე რა რეაქცია მექნებოდა ეგ ჩემი რო არ არის არჩეული რაღაცნაირად უკვე თანდაყოლილი იყო რა აი ეგ ნაწილი მისტიკური არის ცოტა და ალბათ დნმ-ით და რაღაც თიხსნება საერთოდ მატერიალისტური გამოსახედიდან რაღაც თაიხსნება მაგრამ ბოვლენები რაც ცხოვრებაში მიმართება ეგ არანაირი მისტიკა მაგაში არ არის ეგ არის თავდაპირველი რაღაცა ჩემი გამოცდილება რომლიდან გამომდინარე ჩემი ქცევა მეტნაკლებად განსაზღვრული არის მინიმუმ ავტონომიის სივრცე არის განსაზღვრული მომავალში რა ოკეი კაი მე რაღაც მაგ ეგ წმინა რომ მოყვება რაღაცები აი რო იბადები უკვე ამან არჩე ეს უნდა გააკეთო რა რაღაც გონი ისი არის ეგ უკვე ანუ შენ წმენა რელიგიური მიმართებაც თუ მეკითხები მაგის მიმართ რელიგიურია ეგ ფლად რელიგიური არის კი იმიტომ რომ ზებუნებრივი რაღაც რელიგიურში ასგული ცხობ მე გონი რომ ზებუნებრივი გადმონაშთია ჩემი წინაცხოვრების ხო თუ საერთოდ ხო და ეგ რელიგიურია უკვე რაღაცნაირად იმიტომ რომ არამიწიერის და რაღაც ზებუნებრივი სრწმენა არის რა ალბათ ეგ არის ხო და თუ მაგას მეკითხები წმენა რომ კონდეს მაგისი ანუ რა დონეზე უნდა წამდეს იცი რომ აი კაროჩი უნდა ვამტკიცებდე მაგას რა მე თუ რაღაც ხო და მე თუ რაღაც ის წამს ხოვაზე ხარ იმენა ვატრაკებ რომ აი ეგ ეგრე არის კაროჩი რა და ვიღაცას შეიძლება გაუწყო რომ აი ეგ იმენა უეჭველი იმიტომ არის რომ შენ წინაცხოვრებაში ის იყავი ოკეი ძაღლი იყავი რა დაუწყო წმენა რო გაქვს ეგ თოდ დააგაკ და მაგიტო ეგეთი ეგეთი ის ხო იმდენად ჯერა მაგისი რომ ანუ გძნობ რა ბოლომდე თავდამონდე მაგას გძნობ რომ ეგ ეგრე არის რა დამტკიცება არ შეგილია და მაინც ვერ გაატრაკებ ეგრე მოსამ შენ მოჩი მჯერა რა ხო და აი არ ვარ ეგრე ანუ ეგრე არ ვარ ანუ რაღაც პონჩი ხარ შეიძლება ახსნა რაღაცეები ეგრე იმიტომ რომ კომფორტული იყოს რომ ეგრე ახსნა მაგრამ ეგრე არ ვარ რომ აი ბიჭო ანუ ხო გაიგია რომ არის ხალხი ვისაც ანუ ახსოვს რა წინ ცხოვრებები არ გაიგია წინ ცხოვრებები ვიღაცები მეუბნებოდნენ მე რომ რაღაცეები არა ვიღაცები არიან მე მართლა ბევრი მაგალითი ამის შენ რა იცი გეტყვი ხა აი როგორ ეს მაგათ ვიღაცები არიან და ამბობენ რომ მე ცხოვრობდი მახსოვს აი ამ ქვეყანაში აი აქ და რა აიყვანენ იმენა ვაფშე ოთახი ახსოვს სად რა გიოგენი ახსოვს რა ერქვა ის ახსოვს შენ არ შეიძლება გეტყვი მე ანუ რა სადმივით ანუ არსებობს რაღაც ამოუხსნელი მონელები რომლებიც კიდე შენს შენი მოყოლილია კიდე ერთი
არ ვიტყვი ხა რაც, მაგრამ შენი მოყოლილი არის კიდე ერთი, რომელიც სრულად ამოუხსნელი არის ჩემთვის რა. და ვერ ხვდები ხოლმე ხარ, მაგრამ ეგ საერთოდ ხო, მაგრამ ეხლა ნახე ასე ვამბობ, ანუ ეგ უკვე არის ადამიანის ცნობიერებაში, როგორ შეიძლება რაღაც საერთო არქეტიპული მეხსიერება იყოს. ეგ უფრო ეგ ძალიან ზოგადია. ხო და უფრო ეგ არის ჩემი აზრით. ჭიქარო ნანახი, ჭიქარო იცნობ რომელიც წინა ცხოვრებაში მაგას სანაპირად არ ნახავ ამჯერად. ანუ ვიღაცას ეგ ანეკდოტალ ევიდენსი არის რა და ხო არა, კი ბატონო. არა მე არ ვამტკიცებ. თუ არის რაღაც ეგეთი, მაგას მე ჩემთვის მაგას ეგ ახსნა, რაც ეგ თქვი ხა მე, რომ არსებობს რაღაც საერთო არქეტიპული მეხსიერება რა. ეგ კი. ხო და ეგ გასაგები არის ჩემთვის. ანუ ეგრე რო იყოს გასაგები იქნება და მაგას არ ჭირდება ჩემი რელიგიური წმენა. ანუ ეგ არა რელიგიური წმენა არის, არამედ ადამიანის ცნობიერება როგორ არის მოწყობილი, ცნობიერების ონტოლოგია რა არის, უფრო მაგის ის არის რა. ანუ ფილოსოფიური წმენა უფრო არის და ფსიქოლოგია როგორ მესმის, ფსიქე როგორ მესმის ადამიანის რა. ოკეი. ოსტა ცოტა ის ფორმაცია, ანუ ყველა ადამიანის რაღაც ტრანსცენდენტული გამოცდილება, რა ქვია მაგ გამოცდილებას, აი ცოტა მიწეთ რო კარგავენ კავშირს. ყველასი გავს ერთმანეთს. Out of body experience. ხო, ეგეთები რა. და ეგ არ ამტკიცებს იმას, რომ ანუ სული არსებობს. გიცხოვრია აქამდეც და ანუ უბრალოდ სხეული ის არის რა. კაი, მაგის დამტკიცება კაი. თუ კი out of body experience ადამიანებს ერთნაირი აქვს. ანუ ყველა ხვდება, რომ კი მეც ეგეთი მქონდა. ხო, თუ კი out of body experience ადამიანებს ერთნაირი აქვს და ეს out of body experience-ები რაღაცნაირად ერთმანეთთან დაკავშირებული არის. მაშინ არსებობს სხეულის იქით რაღაც სამყარო, სადაც ადამიანის ცნობიერება მოგზაურობს. ცნობიერება თუ სული, ხო? ხო. თუ სული მოგზაურობს, რომელიც არ კვდება. რითი განსხვავდება სხეულისგან? სხეული თუ იქცნება, სული არ იქცნება, იმიტომ რომ სულს არ აქვს მატერია. სულსა და მატერია არ აქვს, ესე ყოველთვის არსებობდა. თუ ყოველთვის არსებობდა, ესე აქამდე სადღაც იყო და ამ სხეულში არ იყო, მაგას ამობ. გეთახმები. კი, აბდუქციურად ესე გამოდის, მაგრამ მე ისიც არ ვიცი, ამ დროს ცნობიერება უბრალოდ სხვაგან არის მართლა და სხეულიდან გადის. თუ შეუძლია პროექცირება სხვაგან ყოფნის. ანუ ჩემი თავარი თუ არის ეგ რა, რომ ამ მომენტში როცა ადამიანს out of body experience აქვს, მართლა ამ მომენტში სხვაგან არის სადღაც, იმიტომ რომ მე რაზეც შენ ელაპარაკობ, მესმის ეგ ის განცდაც მესმის, რომ გაქრო აი აქ ნამყოფი ვარ, აი მაგას და შევარდები რა. უბრალოდ ეგ განცდა რამდენად შემიძლია მაგ განცდას ვენდო, რომ ეგ არ არის პროექცირება რაღაც კონკრეტული მდგომარეობის, რომელიც ჩემ ცნობიერებას შეუულია და რამდენად არის, რომ სადღაც ვიყავი მართლა მაგ დროს. აი ეგ არ ვიცი, მაგას ვერ ვასხვავებ ერთმანეთისგან. მაშინ ვერაფერს ვერ დაიჯერებ, გარდა იმისა, რომ შენ არსებობ უბრალოდ. არა, ნუ აი რაღაცებს დაიჯერებ. შეიძლება რომ ის რაღაცებს დაიჯერებ. არ ნახე რა სამო. მე არ ვარ ოღონდ რა ყველაფერს კეთებს. შენი ისა რა ქვია, რედუქციული სარკაზმი მისაღები არის ამ შემთხვევაში. მაგრამ მე ეგრე არ ვცხოვრობ უბრალოდ. ხო და რადგან ეგრე არ ვცხოვრობ? ხო და რადგან ეგრე არ ვცხოვრობ? არ მივდივარ მაგ სიშორეზე ეჭვში. კი ბატონო. მე ხა გამოვდივარ იქიდან მე როგორ ვცხოვრობ. და მაგიდან თუ გამოვალ როგორ ვცხოვრობ, მე მაგდონეზე არ ვწდები სამყაროში. შეიძლება სულელი ვიყო ამის გამო. მაგრამ მაგდონეზე არ ვწდები სამყაროში. მე იმას რამე თვალ მისული, რომ ადამიანიც მაგდონეზე ეწვდება ამ სამყაროში, გააფრენს რაღაც მომენტში, გაგიჯდები რა, ეგ მაგდონეზე რო ეწვდებოდა და ანუ სეინ ვეღარ იქნები რა. ვინც მე ყველამ გააფრენა, ვინც ეგრე დაეჭვდა. აუ დეკარტმა გააფრენა, ალბათ არ ვიცი, გააფრენა. აბა, ავი, არ გააფრენა. არ ვიცი როგორი იყო. მისი ყოველ ამდენ მისი ცხოვრების ხარისხი. მისი ცხოვრების ხარისხი როგორი იყო არ ვიცი. იგნორ აი კითხო რა. არა, საინტერესო მე ეგრე ცხოვრობდა უბრალოდ ეგ. მე კითხვა მაგ, ანუ ეგრე, ანუ კანტზე ვიცით რომ კანტი როგორ წერდა, ეგრე ცხოვრობდა. ანუ ვიცით რა. კანტს არ ქონა გაფრენილიოს. ხო და არა, ნახე კანტზე ვიცით რომ კანტი წერდა, ეგრე ცხოვრობდა. არ დარჩა და მაგიტო. და ის ეგრე ცხოვრობდა, რომ გასწრაფ წერდა. აშკარად იმ. არ ვიცი. ბოლოს იქამდე მივიდა რომ მე დაღბერთი ვარსებობ და ეგ დასმა გამოიტანა ცხოვრებია. ხო და არა ეგ კი გამოიტანა. ეგ ესე სპეკულაციურად. მაგრამ ყოველდღიურობაში ეგრე ცხოვრობდა? ახლა მე მაგის ვაკაცია ყოფილვარ, მაგრამ ხო და ეგ არის მნიშვნელოვანი ჩემი აზრით. იმიტომ რომ მე თუ ეგრე არ ცხოვრობ, მაშინ მაგის ბოლომდე არ წამს ჩემი აზრით. იმიტომ რომ როგორც ცხოვრობ, მაგის წამს რეალურად. აი, ეხლა რომ იმაზე ვილაპარაკოთ, საქართველოში როგორ აღიქვამენ რაღაცეებს რა, რწმენა როგორი არის, როგორ გაუფასურებული არის რწმენა, ადამიანების უმეტესობა იძახის რომ რაღაცების წამს, მაგრამ ეგრე არ ცხოვრობენ და ეგრე თუ არ ცხოვრობ, ისე მაგის არ წამს შენ. ანუ შენ რაღაც კონკრეტული დოგმები აღებული, რომელსაც გგონია რომ უნდა გჯეროდეს იმით რომ კარგი ადამიანი იყო, მაგრამ ეგრე არ ცხოვრობ, არ გჯერა მაგის ბოლომდე. თუ რაღაცის გჯერა, მაშინ შენ ის სხვანაირად ვერ მოიქცევი. ანუ შეუძლებელია რა. შეიძლება არ გამოგდიოდეს რაღაც სიტუაციებში ეგრე საოცრად მოქცევა, მაგრამ აი მაგალითად მე არ მჯერა რომ ტყვია მომკლავს.
მაგალითად იმენა არ მჯერა არანაირ შემთხვევაში რა არც ერთ ტყუილს არ ავიცილებ ხოლმე ხარ თუ მაგის ამჯერა რა ეგეც ანუ არც ერთ ტყუილს თუ მესვრი არა და მექნება მაგის საშუალება არ ავიცილებ მოკლედ შენ სიტყვაზე წამსში ანუ ან წამს ან არ წამს არის შუაში არ არის არა შუაში არ არის აფე არ არის შუაში არ არის ნახევრად წამს არის რომ მგონია რომ უნდა წამდეს მაგრამ არ წამს ბოლომდე და რადგან მითხრეს რომ სწორი არის მაინც ეგრე უფრო შევხედო მაგრამ საბოლოოში საქციელში არ გამოიხატება და თუ კი რამის წამს ეგ საქციელში შეუძლებელი არ გამოიხატებოდეს თუ რამის წამს როგორ შეიძლება არ გამოიხატოს საქციელში მე წამს რომ ცოცხალი ვარ და მაგის გამო ცოცხლობ და ეხლა რა ვიცი ეგორსაც ახლა ვიკითხავდი მაგაზე აქ რომ გულებმა გაუფასურესო თვითონ ეგ მაგის მნიშვნელობაა რა თვითონ წამს ის არისო აი რა ის ვინც იტყვის რომ წამსო და ხო არა რთულია ძალიან რთულია რწმენა რაღაც ყველა რთული რაღაც არის მაგას ამბობს რთულია რაღაც რწმენა და კიდევ უფრო რთულია თუ რაღაც ის წამს იმის საწინააღმდეგოდ მოქცეო კიდევ უფრო რწმენითო ძმაო წამდაო აბრაამსო რომ მერთიო ასწორნებოდა და ერონა მოქცეულიყო რა აი ეგრე ვისაც წამსო იმახლა წამსო რომ შვილსაც მოკლავს ეს ხანერად ვერ მოიქცეოდა ოღონ თან ანუ იმდენად ძლიერი არ წმენა მაგ შემთხვევაში რომ შენ ცხოვრებაში არჩევნის წინაშე დადგები როგორ მოიქცე და შენ შეიძლება საერთოდ არც იფიქრო იმაზე რომ შენი საქციელი კონკრეტული რაღაც რომელიც არჩევანი რომელიც შორს არჩევანი გაქვს შენი წმენა გამომდინარეობს თუ არა შენ ეგრევე მიყვები იმას ის წამს რა დღეს თითქმის შეუძლებელია ალბათ ეგ ბიჭო აი ალბათ იმიტომ რომ ადამიანებისთვის წმენა ინსტიტუციონალიზებულია რწმენა და იმიტომ ანუ აღარ ანუ როგორც როცა შენ და რწმენა შორის ბევრი რაღაც დგება და ბევრი ადამიანი დგას მე აღარ არის ერთი მარტივი რწმენა როცა ისე არის წარმოჩენილი თითქოს რწმენისთვის ვიღაცები გჭირდება აღარ გამოდის მე უბრალოდ რა რომ ის ვიღაცებზე ხარ დამოკიდებული უკვე შენ რომ შენი რწმენა სუფთა იყოს ვიღაცების დამოკიდებული თუ ხარ ხარ ეგეთ რაღაცაში ეგეთ ფუნდამენტურ ადამიანურ მდგომარეობაში და დამოკიდებულებაში შეუძლებელია ეგ სუფთა იყოს და მაქსიმალისტური იყოს ისეთი როგორც აუცილებელია რომ იყოს რომ აზრი კონდეს მაგას კაი დასაგებია კაი შენ აქ თემაზე მივაპარაკი ეს დაამძიმა მან შენ გაქვს ცხოვრებაში ვაჯერ ნამოგზაურები მე ასე ერთხელ მაგრამ შენ ნამოგზაურებია ყოველთვის ხალხთან ერთად ხო ხალხთან ერთად ძირითადად ან მარტო არა უცხოეთში მეუნები ხო უცხოეთში ხალხთან ერთად მარტო არა აი შენ ეს რომელია უკეთესი და რით ჯობია ერთიო მეორეს რომ მე რატო გიკითხები ხა აქაც ანუ ოდიშონაც მითხრა ეს კითხვა რომ ეს დამესვა მაგრამ მე მგონია ოღონდ დიდი ხანია რომ ანუ მარტო უკეთესი იქნება რა ბიჭო რატო გიხომ საერთოდ რაღაც რომ მიდიხარ და მეგობრებთან თუ წახვალ მაინც შენ და მეგობრები იქნებით აი ნებისმიერი გამოცდილება რო აიღო რაღაცას უნდა მიიღო ცხოვრებაში რაც არ უნდა იყოს მეგობრობა არა რა ანუ მარტო შენ და ეგ გამოცდილება რო ხართ უფრო მაგ გამოცდილებას მიიღე ვიდრე ბევრი რო ხართ რაღაც თქვენ იქნებით ბიჭო აი იცი როგორ ის არის იცი აი თუ კაროჩე რაღაც იმაში რა ქვია კონკრეტულ რაღაც კონკრეტულ გარემოში აღმოჩნდები ადამიანთან რომელსაც იცნობ და რომელთანაც ურთიერთობა გაქვს რა ეგ აი კაი მოგზაურობამ სანამ მივალთ აი რაღაც მარტივი ვთქვა რა წარმოვიდგინე რომ რაღაც უცხო გარემოში ხარ შენ მეგობრებთან ერთად რა მაგას აქვს თავის პლუსები თავის მინუსები პლუსები ის არის რომ ხარ უსაფრთხოდ გწნობ თავს უფრო და ხარ კიდევაც უსაფრთხოდ უფრო აი კი იყო ჩემი კითხვა პლუსები ორივეში რო ხო პლუსები არის ეგ რა რომ უსაფრთხოდ გწნობ თავს უფრო შენი თავი როგორიც ხარ უფრო გიმარტივდება რომ იყო ეგ იმიტომ რომ გარშემო ყავს ადამიანები ვინც მაგას გახსენებენ შენ როგორი ხარ შენი მეგობრები ყოველთვის გახსენებენ იმას შენ როგორი ხარ რა და ამ გარემოში შენ შეგიძლია რომ შენ როგორიც ხარ როგორიც იყავი სანამ ამ გარემოში მოხდებოდი ეგ უფრო მძაფრად შეიტანო რა ეგ შენი მდგომარეობა ეხლა მეორე ვარიანტი წარმოვიდგინოთ რომ ისეთ გარემოში ხარ საერთოდ უცხო გარემოში ხარ მარტო მან ჩდება ორი პრობლემა რა ერთი არის რომ შენი საქციელის გამოხატვის საშუალება ანუ არ გაქვს ისეთი დიდი დოზით როგორც გექნება სხვა სიტუაციაში იმიტომ რომ ვისთანაც გამოხატავ შენი მეგობრები არიან ყველაზე მეტად ისეთი ადამიანები ვინც ყველაზე მეტ თავისუფლებას გაძლევენ შენი თავის გამოხატვაში ყველა სხვა ადამიანთან უფრო ნაკლები თავისუფლება გაქვს მაგ შენი თავის გამოხატვის მხრივ რა იმიტომ რომ სხვანაირად რომ მოიქცე და ეხა ყველაზე ხარ ყველა უცხო ადამიანთან ყველანაირად ისე მოიქცე როგორც მეგობრთან იქცევი არ გამოჩნდება ადეკვატური რა რაღაც სიტუაციებში ხო ხარ რაღაც ტიპის თადარიგის დაჭერა გიწევს რაც კარგი არ არის კარგი მაგაზე არ ვლაპარაკობ ეხა რა ხო და ამის გამო, რადგან ეს თადარიგის დაჭერა გიწევს, რაღაცნაირად გიწევს, სხვანაირად მოიქცე რაღაც სიტუაციებში რა. მაგრამ მეორე მხრივ ეს არის მინუსი მარტო მოგზაურობის ჩემი აზრით. მაგრამ მეორე მხრივ მოგზაურობას რაც ყველაზე კარგი აქვს. უფრო დავამარტოთ, ანუ მინუსი არის, რომ უსაფრთხოდ ვეგზნობ თავს. სივრცე არ გაქვს იმდენი რომ შენი თავი გამოხატო. რამდენიც გექნება სხვა სიტუაციაში, როგორიც იყავი იქამდე.
მაგრამ ეხლა მაგას აქ მეორე მხარეა. ეგ უნდა მეთქვა. მაგას აქ მეორე მხარეა, მეორე მხარე მაგისი არის ის, რომ მაგ სიტუაციაში სადაც ხარ, მე არ მჯერა რომ ადამიანი ფიქსირებული არსება არის რა, ადამიანის პიროვნება ფიქსირებული არის და არ იცვლება რა, ადამიანის პიროვნება სულ იცვლება და თუ არ იცვლება დაგენც რა, დაიღუპე. ესეთი ხასიათის კაცია. ეგ ტყუილი არა, დაიღუპე რაღაც თუ არ იცვლები, კუდარი ხარ ნახევრად რა, მოსიარულე გვამიხარ, მაგრამ ეგ ცვლილება რასაც რის საშუალებას გეძლევა, შენთვის უფრო ავთენტური და ბუნებრივი არის, როცა ეს ყველაფერი ხდება იმ ადამიანთან, ვისთანაც მეგობრობ, იმიტომ რომ მანდ ფლუიდური არის უფრო რა, ანუ შენ გარდასახვა რაღაც სხვა ადამიანში, მიყვება რაღაც კანონზომიერებას. მაგრამ ადამიანებს ემართათ ესეთ შეცდომა, რომ რაღაც ახალ გარემოში აღმოჩნდებიან და იქ არავინ არ იცის ეს ადამიანი ვინ არის, მათთვის ეს ხდება საფუძველი იმისი, რომ ეხლა მე შემიძლია ვიყო ის, ვინც საერთოდ არ ვარ. და იწყებენ რაღაცის თამაშს რა. და ეს თამაში არის როგორი საკითხი თუ რაღაც არის, იცი რომ აუცილებლად იწვევს წყვეტას, ანუ შენი პიროვნება აღარ არის ფლუიდური, ანუ სადაც მიდიოდი და ეხლა საერთოდ სხვაგან მიდიხარ, ანუ შეწყდა საერთოდ სხვა მიმართულებით წახვედი და მე ამის reconciliation ხდება რთული რა. ხა მაგალითს მოვიყვან მაგისი. არ დავასახლებ ადამიანებს. მაგრამ მქონია ეგეთი გამოცდილება, რომ ადამიანები ჩემს ცხოვრებაში იყვნენ, რაღაცნაირები იყვნენ, ანუ რაღაცნაირები იყვნენ, რაღაც მიმართულებით ვითარდებოდნენ, სადღაც გაიჭედნენ და სხვა უცხო ადამიანებთან ურთიერთობა რომ დაიწყეს, ის ვინც იყვნენ და ის ვისთანაც ურთიერთობა დაიწყეს, იმასთან როგორები იყვნენ, ეგ ორი იმდენად ერთმანეთისგან განსხვავებული რაღაც აღმოჩნდა, რომ არავის არ გამოვიდა ამ ორი თავისი პიროვნების შეერთება რა და მოუწიათ გადაგდება იმ თავის ძველი პიროვნების. და მათ შორის მარტო მოგზაურობაც უფრო ისე გავიგე. შეიძლება არ იყოს აუცილებლად ცუდი. არა, ეგ ცუდი არ არის, შეიძლება გამოსავალი იყოს რაღაც გაჭედილობიდან რა, მაგრამ არ არის ავთენტური იმდენად თანდაც იქნებოდა თუ კი სამ მეგობრების წრეს გამოიყენებდი მაგისთვის, რა, იმიტომ რომ იქაც მიხვალ რაღაც ეგეთამდე მე მომავალში. ანუ შენ თუ ამ წრეს ვერ იყენებ გარდასახვისთვის ან მეგობრები ყავს სტუდიაში შენ ხარ რაღაცნაირად გაჭედილი რა. ხო და მეორე რაც უპირატესობა აქვს იმ მარტო მოგზაურობას შენ ის არის რომ ძალიან უცხოი ძალიან კარგი არის დაკარგვა რა, ანუ რომ დაიკარგები. მართლა რომ დაიკარგები სადმე. დაკარგვაში არ გულისხმობ რაღაც ლიტერატურულ დაკარგვას რა, რომ დაიკარგები სადაც ვეღარ აგნებ რა. ეგ არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი გამოცდილება რაც შეიძლება გქონდეს, იმიტომ რომ რაც კი ქალაქი გამიგია, ქალაქი დამინახავს არა როგორც მაპზე, არამედ როგორც ქალაქი რა. ყოველთვის მოდიოდა მაქენა, ხოლმე ხარ რომ მაგ დროს იწყებ ნართლა იყოფნას, იმიტომ დაიკარგე რა და რაღაც იმიდან ამოვარდი რა, შენი განსაზღვრული გრაფიკიდან ამოვარდი რა და მაგ დროს იწყებ ქალაქის გაგებას ყველაზე კარგად რა. ვაფშე ყველაზე კარგი გზა რომ რაღაც კონკრეტული ადგილი გაიგო რა არის რომ იქ დაიკარგო საბოლოო ჯამში. ხო და მეგობრებთან თუცა ხარ უფრო რთული არის ეგ, იმიტომ რომ პანიკა იწევა იმენა და რაღაცა. მოგზაურობ რატო გამომხატვრობთ, რომ ძალიან უცხოელს ხომ მიდიხარ მაინც. საბოლოო ჯამში მაინც შეიძლება რომ ანუ სულ იყავი, როქია რომ ჩამოხვალ იმ რაღაც ამდენ ხარ სამოხდა ერთი კვირა ალბათ ხო? რაღაც ეგრე დაახლოებით. იმ ადგილიდან უფრო მეტად გაიგებ იმ ადგილს, ვიდრე ხალხში ვიდრე დროს მეტად გაატარებ იმებთან რა. არ მაქვს გამოცდილება ხო, მაგრამ არ ვიცი. შეიძლება ეგრე იყოს. მე რამეჯერაც მქონია ეგეთი მომენტი რომ რაღაც მარტავს ხალხს და არ ყავდა არამე რაღაც მომენტში მე მაგრა მოვიწყინე რა. თავიდან კაი არის პირველი 2-3 დღე. მე просто აღარ მინდა რა, უკვე მეატყება რაღაცები. და ისედაც ჭირდება რა რაღაცა ვიღაც ვერჩი. მეგობარი. აი რაღაც ისეთი რომ მიცნობს და ვიცნობ და რაღაცას ვეიტყვი რა. ეხლა რაღაც თქმა როგინია და გარშემო რომ რაღაც რომ გაინდა გაზერო და არავინ არ ყავს ეგეთი რა. აი ზაღაშნელება არის იმენა. არავის არ ურჩევ. აი ბოლოს რა ერთი შენ გავიხსენო სააველი პრაქტიკა რო არის მაგაზე ვიყავი ლექტორი რა ქვია მაგას კოორდინატორი აი რაღაც მომენტში თავიდან კაი პირველი 3 დღე ხო არავინ რო არ იცი და რაღაცა მე ისე მოვიწყინე რაღაც მომენტში ბოლო მე-6 მე ვიყიდან უკვე აი პროსტა აი პლუსი მართლა ქონა რა ის ადგილი ძალიან მაგრა მახსოვს ეხა იმიტომ რომ დავამუღამე რომ იქ ვიღაცები ამსულები აი ძმაკაცები და ქალები ერთად და იმენა კარვის იქით არაფერი არ ახსოვს დაწუნებული ვარ რა ანუ ადგილ სადაც ვიყავით საერთოდ ამ დავისყებული აქვს ვაფშე არც კი ახსოვთ ალბათ ერთი ხე იქ რაც იდგა რა და მე იმენა ისე არა ყურადღება რა მეტად არაფერზე აი ის ხე ჩამიყვანო ხა იქ იმენა მოვივლი რა ჩანჩქერზე წავალ იმ თადეთ წავალ დინარეშიც გადავალ ნაგდალში შევალ რაღაცები მახსოვს რა ანუ რაც თქვი მაგას გულისხმობ ხო ხო ორივე მხარე აქვს რა просто ბორდომაც ისინი არ უკეთეს იმით არ მოუწყენიათ არც ერთი არ უკეთეს მაგას ხო ხო და ეგ ზოგჯერ არის კაი ჩემი აზრით ანუ ამ ზოგჯერ მოიწყინო რა ზოგ სიტუაციაში შეგე მოიწყინა, იმიტომ რომ ჩვენ რაღაც იმერს გადავიქცეთ. ედიქტებად გართობის. გართობაში არ გულისხმობ ოღონდ ან რაღაც იმას. აი დოპამინის გამოყოფის ედიქტებად გადავიქცეთ, რომ არ შეიძლება რომ მოიწყ. აი ეხლა მოდი მაგას გეტყვი, ნახე. ადექი ძმაო და აბა ერთი 2 საათი დაჯექი პროსტა რა.
ან ტელეფონი არა გავრიტავს. ხო და არ უნდა ვიყოთ ეგრე რაღაც ბავშვობაში არის ჯექი ხოლმე პროსტა ბავშვობაში არაფერს არ აკეთებდი აი რა ისეც რაფერს არ აკეთებდი რა რავი რა დებილობას აკეთებდი რაღაცას რა მაგალითად აზრის ხო სათამაშოებით თამაშობდი ეგ არ არის პროსტა პროსტა ჯდომა ოკეინი მიდი ეგ სათამაშოებით თამაშე 2 საათი სათამაშოები აზრის თამაშზე როგორ ლაბუგი და რას თამაშობებს თოფებს მაგალითად 2 საათი თამაშე ბავშვია 2 საათი არ შეიძლება 5 წუთი მოგვეძდება კაი თოფები გაასწორებდა აკაუნტ უნდა შვიდები კაი თემდე კითხვა მაქვს ცხოვრებაში რა გძენს ყველაზე მეტ სიხარულს რა ერთი თქვა რა ხო ეხა ვინ არ მითხრა არა ურთიერთობები და რაღაც თუ ყველაფერი შეიძლება შენ რა ხენა ეგ მითხარი ხა უბრალოდ ის არ მითხრა შეყვარებული და დედა და შვილი არ მითხრა ეგ ისეთ პასუხია შენ ვიზენჯდები თუ რა ქვია ტრამპი მაინც მაგას მეტყოდა ალბათ ჩემი შეყვარებული ცოლი სამსახური ო სამსახური მაგრა სწორებს ბედნიერი კაცი ხარ მაშინ ხო კი ეგრე გისწრება სამსახური ბიჭო აი ეხლა რა მომღანებ რომ არ მუშაობდე რაში გავიჩნდებოდი არ გულისხმობ ფინანსურად და ეგრე არ გულისხმობ რა ან ჩემი ყოველდღიურობას დაკარგავდა purpose არ ვიცი აი მნიშვნელობას აკარგავდა რა ანუ შენ ხა მე როგორც ხვდები შენ ამ გულისხმობ რომ ეს სამსახური რო გაქვს ეს რა შედეგებსაც გაზრდ მე გულისხმობ აი რომ რაღაც არა მაგას გემ სამსახური ანუ შენ უბრალოდ უშუალოდ მუშაობის პროცესში ხარ ძალიან ბედნიერი კი მაგრა სწორად საუბ რა ანუ ვერთობი ეგეთი ხარ ვიცნობ შენთან არიან გაგაცნობ შენთან არიან გაგაცნობ არა ყველაზე მეტად რომ ეგ უხარია ცხოვრებაში არ ვიცი შეიძლება ვიოცებ ორ შაბათი დღე არ მძულს რა მე ვასებ ორ შაბათი დღე არა მე არ გეუბნები რომ ვასებ არ გეუბნები არ სიამოვნებ უბრალოდ შენ თქვი რომ ანუ I look forward to it რო შაბათს მივიდე და ვიმუშაო ანუ არ არის ეგ ჩემთვის LinkedIn-ის პასუხი იყო თუ მიყურებთ მე ჩარები ისე მე ესეთი კადრი რა უშაო მე ბრა ზმა კადრად გადაიცა მე როგორ პასუხობდი ისე რაღაც მოგზაურობა რაღაც აქ წასვლა რაღაცა ეგ დამღლელია უფრო შემთხვევაში აი მოგზაურობა ასწორებს просто აი როგორ გითხრა აი რაღაც მუშაობა პასუხი ძალიან ის იყო ასე თბილისი მიდევა ხო ხა რაღაც უცებ გამახდა და აჩი ვარ ალბათ გეტყვი მაქსიმუმ მეხუთე კლასში იმიტომ რომ მეხუთე კლასში ხმასწავლებელი ყავდა იყოს მეხუთე კლასში და მეხუთე კლასში რო ვიყავით დამრიგებელმა იკითხა ყველას ვკითხა საერთოდ 30-ე ბავშვს რა ყველა ეს აიქრა ცხოვრებაშიო და ერთი ყავდა შკოლნიკი რა და მაგრამ პასუხა საშინაო დავლების შესრულებელო და ეგეთ პასუხი მოგივიდა მე ძალიან ყველაფერს აკეთე ეგეც მევასებოდა ეს დადეგიოდა ბავშვობაში არა ყველაზე ოხუნდაღა დავლები ყველაზე არა მაგრამ ეგეც მევასებოდა რა ვერთობოდი მაგრამ არა მეც მევასებოდა просто ერთ საშუალო ხედი ყველაფერი და უკვე აზრი ხო ცოტა იყო რა უნივერსიტეტში რო ვიყავი ეგ მევასებოდა ყველაზე მეტად ისე ეს მეცადინეობა ხო ეგ მევასებოდა მაგრამ მევასებოდა გააჩნდა საგანს მაგრამ ხო აი მე ნებისმიერი ყველა დებილობაც იმენა ნებისმიერია თვისებრივი პროექტის მეთოდი დავაი არა მე წაკითხული მაქვს ყველა წიგნი რაც იყო ვაფშე მარტო მე მაქვს წაკითხული მე მგონი პროექტების მარტო არასწორებდა რა ბიჭო მე მაინც უნდა შევოდო ეგეც გესწრებოდა და ისე საქვია ფილოსოფია არა ერთად არ მიწორდებოდა ყველაფერი უბრალოდ იმდენად მიწორდებოდა რომ მაგას ვაკეთებდი რა ანუ რაც კარჩ მოვიდნენ თქვენს რომ ეს ითქოთ ყველაფერი წავიდეთ ანუ ვაფშე ყველაფერი წავიდეთ რა მაგრამ რა შედეგი ძმაო აი ვზივარ პოდკასტებს წერა აქ სამ კლევებს კი არ ვატარებ სადმე ზოგადად ყველაფერი რაც სწავლის ცხოვრებაში მაგით აკადემიური მიმართულებით თუ ხო თუ აი ცხოვრების გაკეთილება არა მხოლოდ აკადემიური მიმართულებით ბიჭო ყოფილი ვარ თავის სკოლიან უნივერსიტეტიან მაგისტრატურიან ყველაფრიან მაგისტრატურა ეხა რო გქონეს გაივლიდი იგივე ეს მაგისტრატურაზე არ ჩავაბარებდი მაგრამ ჯარში წამიყვანდნენ მაგრამ იგივე გაივლიდი ან რაღაც აი იყო შენი აზრი ხო არ შეჩვლიდი უბრალოდ ყოფილი მაგას გულს არა კაი სკოლას უკეთეს სკოლაში ვივლიდი ალბათ რავი პოსტერ რა სკოლა კაი არ თქვა მე შეჩვლიდი სკოლაში ანუ სკოლაში ისე რომ არაფერი არ იყო საინტერესო რაღაც მომში დებილობა იყო რაც ვისწავლი იყო თვლა კითხვა და წერა და ჩხუბი ეს სამი რაღაცა შეიძლება ეგეთი ეგენი ვისწავლე რა სკოლას ძალიან დიდი პრობლემა აქვს რომ დავიწყო ხემის ლაპარაკით რაც გაუმჯობესებდი ძალიან შეწავლა უნივერსიტეტი მაინც უნივერსიტეტი ძალიან კაი იყო კი ანუ ძალიან ყოფილი ვარ იმიტომ რომ მან პროსტა რაღაცები არ მისწავლია რა სწავლა ვისწავლე მან ბოლო დროს ვფიქრობ ხოლმე მაგას ანუ ერთ-ერთი რაღაც დავამ ვისწავლეთ ორივემ და ანუ მიუხედავად იმისა რომ ესე ფინანსურად არ მოუწია რაღაცეები აი დავფიქრე რომ რაღაცა სხვა რომ ესწავლა აი ვთქვათ გამოთვლილი იქნებოდი მაგაში რა აი ძალიან არ მომწონს ეგ ცხოვრების ეგ ნაწილი რაღაცა აი
როგორ გითხრა, ცოტა შტერი თუ რაღაცა ეგეთი აი სხვა გზა არ ექნებოდა ხო, რაღაცნაირი ვიქნებოდი რა. ყალიბში იქნებოდა ჩამოსული. ხო, არ ვარ ყოფილი მაგითი, ანუ ეგეთი არ არც მე ეგ მაგისი არ მინდა. ხო, ეხა ამასთან რომ აყუთი მოიტანა, იმენა ტოპ, მაგრამ ეხა უბრალოდ შემილია რაღაცებზე მაგრამ გონია რომ უფრო ის ვარ. აქვია მაგ ცნობიერი თუ სხვა არის. რაღაც ხო აი მაგრამ აყუთი მოიტანა საკრებულოში უნდა იყოს მუშაობა. ხო, რაღაც ანუ ინდიაის მაგიყო რა ქვია, პლევარი და არავითარ შემთხვევაში. ინდიაის პლევარი ვერ იქნება მალე რაღაც მომენტში. რამე. რატო ვერ იქნებიას? რავი, ინდიაის პლევა ბოლოს მოდის ნახე ბოლოს. USA-დის არის ყო ინდია. აი ხა, ინდია აი ხარ იყო 24 საათში მე კლევა. აი ამის შოუა ხო რაღაც გულისხმობ რა. ანუ მაინც ყოფილი ხარში. ინდია აღარ არის ბრატ. აირაი რა არის? მეორე რო იყო, არც აღარ არის. ანუ ერთი რესპუბლიკის იყო და მეორე დემოკრატიის მე მგონი, არც ერთი აღარ არის. კაჟო, ვერცე ვეღარიქნები რომ მინდა საკრებულოში უნდა დაიწყო მუშაობა. თუ რამეა. ჩალენჯის საკრებულოში მუშაობდი? წალენჯიხის გარდა არ ვიცი სად მოხდება. წალენჯიხის კი? წალენჯიხის მან თქო ნაცები არია. არა. არა, რეალ მერი ხო ნაცი? მოკდა ის კაცი. მართლა? არიცოდი? აბა რა ნაირი ნაცი ხარ შენ. თვითმარქვია ნაცი ხარ. შენ იცი როგორ ნაცი ხარ ქოთებში რომ გადავა. ბიჭო არ ვიცოდი მას თუ იყო. არა, მოკდა. ლელო და შეგიძლია შესვლა ისე რა. თუ გინდა. კაი. სიხარულებზე რო ვახსენთ. გაზე? რა სიხარულებზე, რა გაზრების ხორებაში ყველაზე სიხარულს რა. ეხლა ხოდი აღფრთოვანებებზე. რა შენ აღფრთოვანებს, ოღონდ მოდი ვაპარაკოთ. კონკრეტულ რაღაცებზე რა. აი ხელოვნებიდან, სპორტიდან, აი რას უყურე ბოლოს ან თამაშს, ან ბრძოლას, ან სერიალს, აი რაღაც რა შოკავს. აი ეს კარჩე აი ყველაზე მეტად რა იწვევს შენში აღფრთოვანებას და შოკს არის აი რამე ძალიან ესეთი კინოს ყურება რა რომელიც ანუ კინო არის მაინც კინო ყველაზე მეტად კი კინო ყველაზე მეტად აი old boy გაქნახი აი old boys რო ყურე არ ვიცი და მემართა იმენა შოკში ვიყავი ან გადონე შოქშიც ალბათ როგორ შოქშიც იყვნენ პირველად რო ოიდიპოს რექსი წაიკითხეს ბეძი რაღაცა ბეძი აი ეგენ რო შოქში ჩავარდებოდნენ ხოლმე ხარ რო რა ხდება ეს დედამისი არ არის ანუ დედა შენია ბიჭო თუ რა აი ეგრე გავიჩითე რა შეიძლება მაგას ხალხი ვიზიარებთ მაგრამ დღეს G2G მეუნება რომ Breaking Bad-ზე მოსაწყენი მოთხოვაში არაფერი მინახავსო ერთი ვაუ მომენტი არისო შიგნითო არაფერი გამკვირვებიაო და ყველაფერი იყო პროგნოზირებადი რაც ვნახეო რა და დაუმამე რომ ანუ ეგ უბრალოდ ბიჭო არაფერი მეგონა რომ ზოგადად ყველა ეგრე ფიქრობდა მაგაზე რომ აი Breaking Bad-ში ბოლოს აი არ ვიყავს ხდება რაღაც მაგას რო ნახავდი ვაუ და გემართოს რა მე იმის მე არ მიყვის ეგეთ რაღაცეები ერთმა ჩვენა კურსელმა რომ მითხრა რომ მუსიკას ვერ უსმენ თავს ტკენსო ხეთჩენ მუსიკა არ მომისმინეს ხორებაში თავს ტკენსო რა მეგადავები მეთქი რას მეგადავები მეთქი ვაფშე არ მაქვს მოსმენილი არა არც მაქვს მოსმენილი რატო არ აქვს როგორ არ აქვს მოსმენილი მეთქი და რავი თავს ტკენსო მე ხო მოსმენილით არა რაღაცები გაუსწორდა მე ფართოზე ყავდა რა გაუსწორდა ხო არ ახსოვს არ ვიცი მაგრამ რაღაც დაუკარდა გაუსწორდა მაგრამ просто ადამიანმა რომ ადამიანმა რომ მითხრა ეგ რომ მუსიკა არ მაქვს მოსმენილიო და მე რომ ვერ დავიჯერე ეგ და მე რომ ვკითხე რომ რანაირად მეთქი რომ უსმენ თავს ტკენსო რომ მითხრა მაგის მე არაფერი აღარ მითხრა ჩემი პირველი ეგეთი გაპირობა იყო რა იცი ბიჭო სოფელში ვარ რა პატარა ვიყავი ალბათ 14 წლის და ჩემი ნათესავი იყო იმ სოფელში რომელთანაც რო ჩავდივარ ხოლმე ზაფხულში ყველაზე ღემასთან თვალყარით ხოლმე დროს რა და პირველად რო გავიგე რომ ტერმინატორი არ იცოდა ანუ ეგ ჩემს როგორი შოკი იყო იცი ანუ ტერმინატორი ანუ ერთ რაღაცას მატყუე ტერმინატორი შვარცნეგერი რო არის შვარცნეგერი ვინ არისო რა შვარცნეგერი ვინ არის მეთქი ბიჭო კუთებიანი ოჯა რო არის ყველაზე ძლიერი ტიპი რო არის მეთქი ეგ როგორ არის მეთქი და ვერ ვიჯერებდი რა კაროჩ ერთი 2-3 დღე ვერ ვიჯერებდი და ანუ ვიღაც ეშო ტერმინატორი ნანახი არ ქონდეთ რა ხო და ამიტომ არ არის გასაკვირი რავი რომ ხოლმე ხერთეგნეს ადამიანმა არ არის ქონი ხა ეგ რაღაცეები თუნდაც კინო რო თქვა ეხა რა ანუ მე ხო თქვი ხარ რომ რაღაცა კინოში რაღაცა მოხდება ისეთი რაღაცა ბერძნული ტრაგედიის სტილში ეგ რაღაც გავლენას ახდენს ჩემზე მეთქი არის ადამიანები რომლებიც დარწმუნებულია რომ ბევრად მაგრად кайფობენ თურქული სერიალის ყურებით რა ანუ ბევრად მეცნიერებას იგებენ როგორ თან როგორი სერიალის იცი რომ ანუ თითოეული განვითარება პერსონაჟის და არქი ეგ ანუ პირველივე იმიდან ცხადი არის სცენიდან ცხადი არის ხო ეგ უეჭველი იცი რომ კაროჩე ეს იმ თავის ძმაკაცს თუ რა ქვია იმ თავისი ძმის ცოლის ძმას მიცემს რა კაროჩე რა აი ასიანი მიცემს ხო ღიც თავიდანვე იცი მაგრამ
რო გააკეთებს მაინც შოქშია ტიპი ხო აი როგორ გააკეთა იმენა ხო და არის ადამიანები ვის ეგეთ რაღაცეებზე აქვს რეაქცია ხო ხა მე მაგას უყურე ვერ დავუმღან ხო ხა რომ ხო ისედაც ცხადი არის ანუ რაღაც პონჩი რა მაგრამ სპორტი არ გაქვს ეგ ჯვა იშვიათად აი ბოლოს კონდა იცი სპორტზე იმა რომ დაანოკაუტა იმით რა გაიქნა ავსტრალიელი ბიჭი რო იყო აი ბოლო კარდზე სალკილმა რო და ხო აი ეგ მეთქი რა ხდება სერიოზულად აი ხა ეს ფეხბურთზე აღარ მაქვს როგორ გაიგვიძა ხო აი ხო ანუ ეგ მე დაიბრიდა უჭველი მეთქი იმენა მგონა რომ დაიბრიდა ხო ერთი წუთი მეტი შეჭი გამოაცხადეს ეს სუბლით იდო ეს გამოაცხადეს და ეს ისე იდო შეჭი ანუ გამოსვლა ამან მოიგო ხო ასე ხა და ეს ისე იდო რა ვერადი და ხო მე მაინც სპორტზე შეერთვა ხოლმე ისე რა მე მაინც სპორტზე რა არ მესმის ეგრე კარგად არ ვიცი რა ალბათ მაგიტო მე просто ის ბავშვობიდან გოცრავთ პროდიუსერი ხო მაგრამ ყველაფერს უყურებ თელ ცხოვრება და მაინც ყველაზე მაგკაიფობ რა ეს სპორტზე რა ვარ ვიცი აი რო აი ძალიან ისეთი რა თუ მოხდა რა შთამბეჭდავი მაგას აი ილიამ რო მაქსი და ხო ეგ ძალიან ბევრი ჯერ ნახე კი მაგრამ აი გავაკეთე რომ ილია არის და მაგიტო ალბათ არ ვიცი აი სხვაას რო იქნა არა აი კიდე მაგ ერთი ეგეთი ძალიან ბევრი ჯერ ნახე ადესანიამ რო პერერა დამოკაუტა ეგით რომ ანუ რამეზე იმდენჯერ ძალიან ბევრი მომწია იმიტომ ყურება რომ ვერ ვამოღავდი რა მოხდა რა ანუ ვერ აღვქავდი ეს როგორ მოხდა ხო ასე მაგას ვერ აღვქავდი მაგიტომ წედა ყურება რა მაგრამ გეტყვი ძალიან შთამბეჭდავი არის ხოლმე უფრო e-სპორტი იმიტომ რომ უფრო შეხება მაქვს თამაშობ ხოლმე მეც და ანუ просто ვიტრხუნები ხოლმე ხო და ტიპები ისეთ წაკეთებენ რომ ვამოვან რომ აი ვაფშე არაფერს ვერ შევარ მაგ თამაშთან და ანუ საერთოდ არავინ არ ვარ რა და თამაშია ლოლზე შეჩენ ლოლზე ხო რავი T1-ის თამაშო ჩავთავ ანუ დათქმული ვარ ხო აღარ მინდა თამაში რა მე რა ეს ვაკეთებ ხო და ნახე რა მაგრამ ვალასთითებ თუ აღარ არა ვალასთითებ კლავიატურა გადავამტრივებ თავზე ვიღაცას ხო ხო просто ანუ სპორტს თუ მარტო ერგან აიღებ როგორც სპორტი კიდე ხომ მაგრამ ადესანია პერეირაზე უბრალოდ მარტო სპორტი არ არის არა მან ის არის მან ხო აი ნახე ასაობ სპორტის დრამაზე კაიფობ სპორტის დრამა მე ვასება ფეხბურთიც ხო იგარი რომ რაღაცა აღარ არის ეგ აი რაღაცაერი გახდა გაია ბანძი გახდა რომ იამალმა რაღაცა თქვა პოდკასტში აი ეგ იმენა ხო ახლა რა იამალმა პოდკასტში ბიჭო გვარდიოლა და მაურინიო იყო რეალში და ბარსაში ანუ ხო სასაკლაო იყო იქ და ან გამოხდა ცოცხალი ან არა რა დიდი ალბათობით ხო ღერდი ორი თვეულს ვერ თამაშობდი მე მანდ რო ვითამაშებდი რა და ორი თვე იქამდე არ თამაშობდი რომ მაგ გეთამაშა ხო ასე ხარ და ეგ სხვა იყო რაღაც რა ეხლა ეგეც აღარ არის პერო წავიდა ალვესზე და ესე რომ მოტრია მაგრამ ერთი ორი თვე უბანში ჩხუბობდი ხო ასე ხარ რომ საწლი ხო რა საწლი იყო თუ არა ხო ითელი კი საწლი იყო თუ არა რა ხო და ეგენი არის იმის აი ადესანიას ხო ეგ სხვა იყო ხო რომ ანუ არა მაგერ გააკეთა მაგერით кайფობ კი აი თუ არის ეგეთი დრამა თუ არის უკან სპორტის უკან მაგ მევასება ეგ რა кай საყურებელი არის რა თუ არის დრამა აი პროსტა ჩხუები ანუ მე მომწონს იმის გაგება ამ ტიპის ისტორია რა არის ხო ხა აი აქ როგორ მოვიდა რა ანუ როგორც კი ეგენი ჩჩდება რომ აი ამან კაროჩე რაღაცა ის გამოიარა და რა ვიცი მე მუშად მუშაობდა იქ და მე აი ამდენს მიაღწია ამერიკაში მე რა ბამაც შეგერ მიიქცე ჩემი ყურადღება ხო ხა რომ ანუ ტიპმა თავ თვითონ რამხელა რაღაცას მიაღწია რა და მაგის გამო დაინტერესდი მაგ ტიპის მოღვაწეობით უფრო მეტად და ალბათ უმეტესობა ეგრე არის ხა იქ ეგრე არავინ არ ხვდება იავარდით მოფენილი არავის არ არის ნურმაგამედოვი თუ არ ხარ გვარად მაგრამ ანცარუკიანი მამა ყავს მილიარდები ხო ანუ ეგრე თუ არ არის იავარდით მოფენილი ეგზა მაგრამ ხოლმე ხარ მაინც რა ნუ იქ უბრალოდ ორივე იყო იქ პერეირა როგორც მუშა უკაიაცის და ეს როგორც ჩემპიონი მაგრამ ამასთან სულ აგებს და მე ის აი თუგებს და მე ეს კიდე უგებს და რა ჩემს ყოველ ნაწილი არის რომ ერთმანეთთან კარგად არის ეხლა ბაკაცები არის ხო ეგ ნაწილი არის ჩემს ყოველ ნაწილი ბაკაცები არის ეგ მომენტ ერთმანეთს არის აი როგორც ისა რა ტარიელი და ის ეგრე იყო თუ არა ეგ არის ეგრე არის აი გავთამდი ეგ არის არა აი როგორ გითხრა აი ვინ იყო ეგრე და რო რა აი ცოტა დაპირისპირებული ვიყო ერთმანეთთან მაგრამ თან რომ აი ხოლმე ეგენი იყო ერთმანეთის იმდენად მნიშვნელოვანი ერთმანეთისთვის რომ სხვა ყველა რო ფეხებზე კიდია სხვა რო არავინ არ იწოს შენი ნერვების გაღიზიანებას ხო ხვდები რა ანუ შენ ამბობ რომ ეს ძალიან ეს არავინ არ არის ხო ასე ხარ მაგრამ შენ რომ მაგას ამბობ რომ ეს არავინ არ არის და you go so far რო ეგ თქვა ეგ უნიშნავს შენთვის რაღაცას ნიშნავს ეგ ადამიანი რა და როცა შენთვის სხვა არავინ არ ნიშნავს მაგას უკვე რაღაც ის არის შენ ურთიერთობაში ხარ უკვე მაგ ტიპთან რა შეიძლება იმ დროს ქიშპავ რაღაცაზე მაგრამ რეალურად ურთიერთობაში ხარ რა უბრალოდ ეხა ხო ასე ხარ მაგაში გამოიხატება თქვენი ცევა მაგ ავთან იტალიელს გამახსენდა რა იმ დღეს ვფიქრობდი აი საქართველოს მომხდარა რომ რაღაცა აი ერთი რაღაც რომ გამოვაკლო მაგ ისტორიას ყველაზე მეტად რა გვაზარალებს რა საქართველოს ისტორია აი შენ ესე რა არის ეგეთი აი ღვინო არ გამოგვიგონია მაგალითად აი რო ამოვაკლო
ეგ გაგონი ყველაზე ეს ისეთი. ქართული ენა არ შექმნილა იქნებოდა ყველაზე ცუდი. ანუ ეგ მოდი ვაფშე მთელი ერთ იურია რაღაც საქართველოს და ილია ჭავაძე არ დაბადებულა. მე მგონია რომ აი უეფხის წყალოცნო დრო წარმოგიდგენ საქართველოს. ეს დებილობა არ გამოდის? ეგ ენასთანავე კავშირში. ხო, მაგრამ ახლა მეც ქართული ენა ხო, მაგრამ ისეთი ენა იქნება, ეგ ქართული ენა რომ აქამდე ვერ მოვიდოდით რა. ხო, ანუ შუშანიკის ის იქნებოდა ეხლა დღეს. სადაც გაუგებროთ ლაპარაკებით ერთმანეთს. არა მარტო ლაპარაკზე არ არის, აი თვითონ აზროვნებას რაღაც ისე. აზროვნებას შესაბამისად გაუგებარი იქნებოდა რა, ეგეთი იქნებოდა. აი არის იმენ ერთი წიგნი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის. რომელიც ილია ჭავაძე მგონია. აი წარმოვიდგინე იბადება და ლაპარაკობთ ისე რა ქვია, მესამე სტილის ქართული. გამოდერნებდა. რასიზაო და გამოდერნებდა. შეიძლება ინა იმას ექნა, მაგრამ ანუ მენტალობა პროსტა რაღაც რომ მეგობარს მოდა გვერდში მაგალითად. არ იყო ეგ სადმე, რა თქვა. ქართველი ეგ ტიპი არის. კვილ ქართული როჟარი, ავტომობილი მეგობრიც გამო წავიდა იქიდან. ეხლა რა თქვა მიახო რას ამბობ რა, იმენა მაგალითად. ხო, მაგრამ წარმოვიდგინე რო არ იყოს ეგ. აი ხა როგორც ემაცი რომ ეგ თუ არის, ანუ თითქოს ქართველი არის ეგ, ეგ ტიპი ავთანდილი ეგეთი არის და მეგობარი ისე უყურს რომ ტოვებს სამეფოს რა. და ანუ ეგ მაგამდე რაც იყო რომ ნახო ქართველი ანაირი არის რა. არის ვინც ქრისტიანობის გამო ყდება. ოღონდ თან თვილები იზღა მაგის გამო. რაღაც არაფერი არ ხდება, მაგამდე საქართველოს რა არის, ანუ არაფერი არ გვდარჩენილი რა. მე მგონია რომ ეგ არის რა. შენი არგუმენტი მესმის, მაგრამ ზარმოსტავლე არის ეგ, ერთი წიგნი არის მთელი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაც. ბიჭო, ბერძნებში არის ეგრე? ბერძნებს ერთი არაფერი არა, ბერძნებს ბევრი წიგნი აქვთ, მაგრამ ბერძნებში არ არის ეგრე, რომ რაღაც წიგნამდე მიხვალ, რომელიც რო არ იყოს საბერძნეთი არ იქნებოდა? არაფერი არ არის ეგეთი. აი, პლატონის სახელმწიფო არ ყოფილიყო, საბერძნეთი არ იქნებოდა ეგრე როცა არის, ანუ რა რატო იქნებოდა ეგ? არ იქნებოდა. პლატონის ტიმაიოს ხო იყო? მთელი მაგის ბერძნული პოლიტიკური ის მაგის კრიტიკაზე არის აგებული. კაი, ვაფშე ბერძნული პლატონის სახელმწიფო რო არ იყოს, არ იქნებოდა რომი. საერთოდ რომი არ იქნებოდა. როგორ არ იქნებოდა? არ იქ ეგეთი არ იქნებოდა რომი, როგორც არის. ბიჭო, ტიმაიოსი ქონა სამაგიეროდ, რაღაც ის ქონდა, ფედონი ქონდა და ადიმი ქონდა. გავიგე, მაგრამ ეს არის ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ტექსტი. 1600 სტროფზეა ქვეყნა და ჩამოკიდებული. მე მაგას გეუბნები. ჩვენ ქვეყანა? არა, მე არა, ბერძნებს მეტი აქვს, კაცო, გეთახმებით. ჩვენ ვაფშე არაფერი არ ენა უნდა აიღო და ქრისტიანობა, რომელიც ყუილი არის. საქართველოს ჩამოკიდებული არ არის. ქართულობა არის წარმართობა ჩამოკიდებული შემეს. ხო და ანუ ბერძნებს რამდენი რაღაცა აქვს, ანუ ეგ არ დასრულდება. ძალიან ეს თემა თუ არ გამორცეთ, ძალიან ისეთი და დავიღო. просто იმას აბიქნე მართლა ეგრე არის რა, ერთი კაცი არის ოსო იმენა. ეგეთი არაფერი არ ამოფხარა სხვა ჩემი ეს. ბიჭო, აი არ მე არ ვიცი. უპანიშადები რო არ იყოს რა ინდოეთს აი შენი არის და არა. ინდოეთს რა ვიცი. მაგრამ უპანიშადები ინდოეთს მოვიდგენია. რაღაც რეგიო იქნებოდა. მე მგონი ეგ უპანიშადები მაგრამ აი ხალხი შექმნა, იქ ხალხს საერთოდ არ ახსოვს შენი. ეგ ინდოელები არიან, ვედები. ხო, აი მაგიტო ვიზახი რა. ანუ ინგლისში ამდენი ხალხი არიან, რომ მოკლო მაინც ინგლისში იქნება რაღაცნაირი. ნუ ღარიბები ვართ ხა ფილოსოფიურად. რავი, სამი კაცი ყავს. სამი მყავს, ორი ვიცი. პეტრიცი, შოთა რუსთაველი და რუსთაველი ფოლოს არ შოთვალე დროს. ფილოსოფოსია ხა. ფოსი პოეტია ხა რა. მაგრამ ეგრე რავი. ის არ არის პოეტი ჰომეროსი? ჰომეროსი კი არა, რა ქვია იმას? ჰერაკლიტე? პოეტი, არის პოეტი, ფილოსოფოსია და პოეტი არის. ლაოძე არ არის პოეტი და არ არის ფილოსოფოსი? შეიძლება, ხო. ლაოძე შეიძლება. ეს ეგეთი არის, ეს ეგეთი ფილოსოფია. ასეთი არის მაგიან. ჰერაკლიტე არის ორივე არის, ორივე არის. ფილოსოფოსია. არ არის ფილოსოფია. ლაოძის, ჰერაკლიტე არის დასავლეთ ბერძენი ლაოძი. კაროჩე, მე თუ მკითხავ, ჰერაკლიტე არის ბერძენი ლაოძი. ჰერაკლიტე რაღაცებს ამბობდა, სადღეღელოებს ამბობდა, აი ფილოსოფია არ არის. ძალიან მაგარაც ამბობდა. ფილოსოფია არ არის, მაგარაც ამბობდა და ვაფშე იგივე რაც ამბობდა, რაც ლაოძი ამბობდა. ფილოსოფია არ არის ეგ. არ გეთახმები. შენ ფილოსოფია მაშინ მარტო არისტოტელე უნდა იყოს. სუტრებია, შეჭე არის. მარტო არისტოტელე არის მაშინ ფილოსოფია ეგრე. რატო კანტია და ჰეგელია და ის ეს არ არის ფილოსოფია, რომ ედნე შოჟებერ შეხო. ეს ფილოსოფია არის რა? არის ბრატ. ეგ არის ორი ფილოსოფია არის, ეგ არის აი რომ აი კოუჩების ის არის ბაზარი რა. მაგათ კოუჩმა უნდა აიღოს და ხოლმე ედნე შოჟებერ ვერ შეხო. და მე ის და გიკურებს ხოლმე ხარ ისეთი ჭკენ რაც ხო რომ ამას აკეთებს ხოლმე. მაგათ ვერ თავი ფილოსოფოსად. ბიჭო არა აიგო ჩემს ფილოსოფოსი იყო. ფილოსოფოსს ეძახდნენ ვაფშე ტიპს. The philosopher ეგ არის ეძახდნენ მაგას არ ეძახდნენ? არა. აბა ვის წარწერლეს? მაგას ეძახდნენ. შენ ეს აი ქვეყნებს ვაფშე დავანებოთ თავი. ხო. და საქართველოს თემას. აი რაღაც ანუ ვიღაც ვის გარშემოს ეგ რო გამოაკლო ყველაზე აზარალებს თვალსაჩობრიობას რა. აი თუ ახლა. OG. Jesus Christ. Jesus Christ. Jesus Christ.
იასნია, აბა ვინ სხვა? არის მოჭველი? გადაო, ვინ აბა? ქრისტიანული არა, ყველანაირია. მე არ უართ არა, ამაზე. ყველანაირად ვაფშე. მე არ ვიძახი რომ ეს არ არის. ვოლთ შენ ხო არ გიშლის ხოლმე ის რომ ქრისტიანული კულტურის შვილი ხარ. მე მეხმარება. აი აბა ვინ? ვინ აბა ვინ? ვინ აბა? არა, არ ვიცი შენ იკითხე, იქნება არის კაცი ღმერთი. იქნება არისტოტელე. ყველაზე ხარ. განსხვავებული სიტყვა იყო. არ არის არისტოტელე ეგ ჩემს. არისტოტელე არის რა გაგებით, იცი რომ აი იქნებ მუჰამედი არის ეგ, ან ბუდა არის ეგ, ან რავი ვინ არა, ყველაზე მეტი სარგებელი აუ ეხა რაღაცა იმაში მაგრამ რა გინდა რავი. ეხა გინდა რომ თელი ქართველი მემარცხენე ესტაბლიშმენტმა მოანძღოს არჩიბალდ მეკეშმა გამოანძღოს გინდა თუ რა გინდა. არა მე არ გეუბნები არ სწორი ხარ კაცო. ანუ მე გეუბნები რომ დასავლური სამყარო რომელიც ჩემი აზრით ყველაზე მეტი სარგებელი შეიძლება ბევრი ცუდის მომტანიც მათ შორის მაგრამ ყველაზე მეტი სარგებლის მომტანი არის მთელი მსოფლიოს და კაცობრიობისთვის მათ შორის მეცნიერული განვითარებით მედიცინის განვითარებით ფილოსოფიის განვითარებით ხო არაბებმაც ქრისტიანობა უნდა იღეს და დასავლურ ქვეყანაში იღეს ფილოსოფია ანუ არაბებს თავისი თითქმის არაფერი არ გამოუგონიათ ამასაც გაიშოს ხაზი ნებისმიერი მაგ მიმართულებით განათლება როგორც ასეთი მაგის განვითარებით სკოლების განვითარებით უნივერსიტეტების განვითარებით დასავლური სამყარო ყველაზე მნიშვნელოვანი დასავლური სამყაროს ეთიკის გაყველპურებისთვის და საყოველთაობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი იყო იესო ქრისტე და ეგ რო არ ყოფილიყო ბევრად დიდი ზიანი მიადგება სამყაროს ვიდრე ნებისმიერი სხვა აბსოლუტურად ეხა არის 2025 წელი ვაფშე იმიტომ რომ დაიბადა ეგ კაცი ხო ეგის მარტო პასუხია ალბათ არ ვიცი მე ვსავი იქნებ მე არ მეგულება სხვა რავი არა ილოტონ არა ეხა ვიღაცები არის ვიღაცები თქვენ რომ სტალინი იმიტომ რომ მაგას ვარ გაიჩერებინა ჰიტლერი კაცმა ეხა ვაფშე არ ვიქნებოდი და რაღაცებს ეგეთეს ამბობენ ხო ხა მაგრამ ეგ არის მოკლე ჭკუის არა სტალინი არა ასო მე უფრო ფილოსოფიებისკენ წავედი რა იქნება ხელმოშლოვნები ბიჭო ქრისტეს მაინც ფოტო დიგავლენა ქონა ჩემს ხო არა უეჭველი ფილოსოფია არ არის საყოველთაო და ფილოსოფია მიდის ისეთ კაც ხალხამდე და ეს ყველას არის ფილოსოფია ყველას არ არის და ეს ყველას არის რა ქრისტე არუჩი ქრისტე ყველას არის კი ხო ყველას არის იატო ეთაქვი კი მას ხო შეს ამბობენ რომ ის უფრო მარტივი არის მუსლიმობა რატო რაღაცა ვინ ამბობს მაგას პოდკასტს უსმენი მაგაზე რა და ადარებდა იმას რა ქვია ბიტლზების წევრებს ამ რელიგიის ხალხს რა ანუ ჰა და პოლ მაკარტნი ქრისტიანობა რომელია და პოლ მაკარტნი არისო ისაო რა ქვია მუჰამედი იმიტომ რომ ყველაზე მარტივია მუსლიმი იყო რა პოლ მაკარტნი მარტივი რატო არის ჰა პოლ მაკარტნი ყველა მუსლიმანი არ ჭირდება პოლ მაკარტნის მოსმენას რაღაც ანუ სადაურიც არ უნდა იყო ისეთი მარტივია რინგო რა არის ჰა რინგო ვაფშე არ უხენები სამი ჩავთვალა მადი ო რა ქვია ესეთი ჰარისონი იყო მიწოდი რომ რინგოს არ ჰარისონზე იყო ბუდა და ლენონზე იყო ქრისტე მეოთხე გადავიდეთ კიდევ აქ თემაზე იჩაღრება რინგო მაგრამ ბიჭო რინგო მე რინგოს ვარ რომ მაგრა კიდია რა ეგრე მგონია ანუ ზის და თავის ცოლს ჩემს ხოლმე ხაც მაგრა კიდია ჩემს ანუ როგორ არ ჯერო კიდია არა ჰანსია არა ბიჭო აი ხა რინგოს ვარ ეკიდოს რა გააჩერებდა მან ძმოზე აფციფაი მითხარი ჯონ ლენონის და იმის ოქე პოლ მაკარტნის გვერდით რო არ ეკიდოს ეს ყველაფერი გააფრენდა ბიჭო ტიპი რატო რა ჯეროშ მაგის ამოღებული ხმა არ გამიგია საერთოდ რა აიგია სიმღერა არა სიმღერას არ გეუბნები ანუ ხოლმე რა ატრაკებს რაღაცას რა რომ მეც კუმფეხი გამოყო და მეც დამარტყმენით თუ როგორ არის ეგეონები გულში არტირის ბიჭო შემეს რინგო როგორ არის და ის რომ ეხა კაროჩი ამათ არ გამაგდონო და აუ შეიძლება ცუდი კაცი ანუ განაიხსნა მე ხმას არ ავიღო ო ეხა ამათ არ გამაგდონო და ბიტლზებში ვიყო მე იმიტომ აი რინგოს ხო როგორ ჩანაცო რინგოს აი ვიღაცას დაინახავ პროსტა რომ ხელი აქვს ორი ხელი ხო და მოიყვანა დასვა რინგოს მაგალითად რა რას ორი სიმღერა დაწერილი კაი რა აი მაგარი სიმღერა რინგოს უცხო არ არსებობს რა ორი სიმღერა დაწერილი არა რატო ორი რამდენი Octopus's Garden და Honey Don't Silver Hammer ეგ რინგოსი არ არის რინგოსი არის არ არის რინგოსი რინგო მღერის მოიჭველი რინგოსი არ არის ეგ აუ კამსე რინგოს აქ როგორ სიმღერები იცი აი იდიოტობია Listen to your footsteps coming up the ground არც ეგ არ არის რინგოსი რინგო მღერის მაგას ხო მაგრამ არც ეგ არ არის რინგოსი არის ის Octopus's Garden-ი აშენ დაწელი მისი არის ხო ეგ არის და ანუ ბიტს არაფერი არ დააკდო რინგო გაყოფილი ვაფშე ანუ შენ ეხა მე მეთქვა რომ იჩაგრავა თუ არა შენ თვითონ ჩაგრავა ვაფშე რო არ იყოს რა პრობლემა რაღაცაა ხო ხო კი მოგესალმებით თვითონაც ეგრე ფიქრობს დარწმუნებული ვარ არ გიეხა აი რინგოს კაროჩი აი იმენ ტუზი დაეცა რომ მაგათთან გაიჩითა რა ანუ აი როგორ ტუზი არავინ არ ცხოვრებაში მუსიკოსი როგორც მუსიკოსი არაფერი არ მიაღწევა ჩემი აზრით რა უსმენს ხალხი ცალკე რინგოს სიმღერებს
ვინები ეგენი არიან ვიცნობ ინტელიგენტები არიან ეგენი ცალკე რინგო აი ვინც ერჭა რინგო სტარის სიმღერები ძმოზე აი რა შენც მოისმენია რინგო სტარის სიმღერები არ დამისერჩევს ცხოვრებაში ცალკე მართლა რინგო სტარი ბიჭო ბიტლებში რო იყო ანუ მანდაც მეკიდა ხოლმე ხა რინგო ახო რინგო რომ ღექ რინგო არ უსმენდი ხოლმე ლაპარაკს ვიწყებდი სხვასთან აი მე რომ მითხავდა რამეს და მე რო ბიტლებს უსმენდი თავი ყოსნა და რინგო ლაპარაკს ვიწყებ მე ეგრევე იმაშევოდი რა ხო რას ნონებოდი არა რინგოს არ უსმენდი რომელი ყავს მაქსიმში ფავორიტი ჭაი რაღაც არ შეიძლება ითხოვის დასმაჩა რა შეიძლება დედა უფრო იყვარს თუ მამა ეგ კითხვა არის მე ძალიან ისეთი პასუხები მაქვს ბიჭო მაგარი ყველაზე ანუ ეცა მაგარი ყველაზე მაგარი ვაფშე არა ეცა ანუ ეგ არ თახტო იმას მაგარი არის ვაფშე ვინც კი დაბადებულა მუსიკოსი 21 საუკუნეში ყველაზე დიდი მუსიკოსი ჩემი აზრით ანუ მაგარი არის როგორც ქრისტეო განსხვავებული სიტყვა მაგარი არის განსხვავებული მუსიკა ჩემი აზრით მაგრამ ეცა მაგარია მუსიკა მაგარი განსხვავებული მუსიკა ჯექსონია ეგ არა ბრატ მაგარტნია მომღერალი ჯექსონია მაგარტნია მაგაზე მომღერალი არა მუსიკოსი მეთქი ჯერ ერთი რა მომღერალი კი ბატონო იყოს მუსიკოსი არა მომღერალი მუსიკოსი არა ბიჭო რაი ჯექსონია იმენა სადაც მაგარტნი არსებობს ჯექსონი არ შევა ხო არ ხარდაო ჯექსონი ძალიან მაგარი მაგრამ ჯექსონი არ შევა ტოპ 5-ში ალბათ მაგ ხალხშიც გეუბნები ჯექსონი წინ ბობ დილანის იქნება რას ლაპარაკობ ბიჭო ანუ ჩენ ჯექსონის შეშრულება პერფორმანს სცენაზე რო აიღო და მაკარტნის ანუ სირცხვილია მაგოხედა რა შემიძლია რას როგორც მომღერალი ეგრე არ გეუნები სცენაზე არის ანუ როგორც მომღერალი ეგრე არ გეუნები მუსიკოსის მომღერალი მუსიკოსია აი მაგარტნი შეეძლო რომ ამდგარიყო და პროსტა აი რაღაც ეგ მაგარია ადგება და აი არსაიდან დაწერდა როგორ ბიტლზების ჰიტის დონის მუსიკას იცი აი პროსტა შენ ეთყოდი რომ დღეს გავიგვიზე და აბაზანაში შევედი ფეხი დამიცურდა და ამაზე უცბად ტიპი დაწერდა სიმღერას როგორ ეგრეა ეგ არის მაგას გეუბნები აბა ჯექსონი რო ეხა დაждდებოდა და ერთი თვის განმავლობაში 10 პროდიუსერთან ერთად რაღაცა ძალიან მაგარ ფანკ მუსიკას ერადროს ვერ იზავს მაკარტნი გეუბნები მაკარტნი მაგას არ წერდა მაკარტნი სიმარტივეში იყო მაკარტნის თერი სილამაზე არა გეთახტები უბრალოდ მუსიკა არის მაკარტნი მუსიკა არ არის ეგრე მუსიკა არ მაკარტნი პოპ მუსიკა ეცა გავიგე მუსიკა არის მაქსიმში ყავს მუსიკა არის ჯექსონი პოპ მუსიკა არის ჯექსონი მუსიკა პოპ მუსიკა ანუ ჯექსონი მაგარია რომ მაგაშიც აი არ დავავიტროებ მუსიკოსი ყველაზე მაგარი მუსიკა არის ჯექსონი შესრულება ეხა რა პოპ მუსიკა არის ჯექსონი აი პოპ მუსიკა არის ჯექსონი აი მე რასამა ბრო პოპსა არა კაკრას ეგარ არის პაპსა პოპ მუსიკა არა რატო რა არა ჩემ ძალიან იმაში უპირა კაკრას ეგარ არის პაპსა პოპ მუსიკა პაპსა პოპ მუსიკა არის ბიონსე და რავი რა ტეილორ სვიფტი და ეგ არის იმენა პოპი რაც იყო თავისთავად კარგი პოპი რაც იყო ეგ არის კაი დავიბრუნდი იქით არ მინდა ბიტლებში შენ წამიყვანე სადაც მე გეუბნები მაგრამ შენ ეხა ის ქროის შენ ასე თუ მეკითხები მე გეუბნები არის და რას მე კამათები შენ არ გითხოვს პასუხი ანუ მიხარი რომ აი ეს ჩემი საყვარელი ბიტლზე ვინ არის ეგ არის როგორ კაი როგორ იმას ყველაზე კარგი კაცი მაქსამში გეტყვი ხე ყველაზე კარგი კაცი ჩემს მაქსამ ადამიანში იყო ჯორჯ ჰარისონი ყველაზე კარგი კაცი ეს ერთი მარცი აი ვერ ამბობ რომ ყველაზე მაგარია მაგრამ გინდა რომ კრიტები ვიცე ყველაზე მაგარი არ არის ვამბობ ყველაზე მაგარი არ არის ვაღიარებ უბრალოდ ჩემი საყვარელი ხოჭო არის ჯორჯ ჰარისონი ყველაზე მაგარი არ არის მაგაზე მაგარი იყო ლენონიც და მაგაზე მაგარი იყო მაკარტნიც მაგრამ ჯორჯ ჰარისონის მოსმენა ჩემთვის ყველაზე სასიამოვნოა აი უნდა ვთქვა მე ხო ყველაზე სასიამოვნოა ყველაზე მისი სიმღერები ყველაზე ახლოს არის ჩემთან ანუ რაზეც მღერის როგორც მღერის ეგენი ყველაზე ახლოს არის ჩემთან და გავხარ ვიზუალურად ხო ეგ არის რომ შენ საყვარელი ცხოველი რომელია რომ თქო ლომი მეთქი რომ ეუბნები მაგრამ მაკარტნი უფრო მაგარი მუსიკოსია ჩემი აზრით მე როგორ ფიქრობ იცი რომ ყოველ ნიჭიერია მაკარტნი ყველაზე მოსმენა მიყვარს იმას აქვია ჰარისონის მაგრამ ლენონი ყველაზე მაგარი აი მენა ყველაზე ლენონი მაგარი შეაფასო უფრო მეტი ხანი დაიცხოვრა ჩემი აზრით რა არ უცხოვრდა მაგრამ ას საწერა ლენონი რაც როგორც რონალდინიო ხოლმე ხარ აი სამი სეზონი ძალიან მაგარი ითამაშა იმ ანუ მაგ სამში რო წახვიდე და მოუსე აი თალმე რომ მუსიკა თუ გინდა მენა მოისმინო მართლა ხო აი ბაზარი არა Spotify-ს მოусმენ მაგრამ აი რომ მოусმინო ლენონს რაც შეიძლება ესე შენ ბლუზი გევასება კაროჩი ყველაზე მაგარი ბლუზი გევასება შენ ბიჭო არა თავის სიმღერებიაც აქვს ხო და ბლუზებია სულ ბლუზს წერდა ლენონი ბლუზები გევასება ბლუზები გევასება მაგალითად ეგეც სიმღერა არ აქვს არც ერთბილს არა ეგეც სიმღერა არც ერთად არა აი სიმღერა საოცარი სიმღერა ან სიმღერა არა god აი რაღაცები რა ლენონი ცოტა ის იყო ლენონი რა როგორ გითხრა მაგარ ყოველ ეგ ეგრეოდა შენ ტიპი ინერთ არ მივასებოდა რომ არ მივასება რომ ხოლმე მაგარი როჟა ბიჭო რა ტუპოი იყო ტუპოი იყო მაკარტნი მაკარტნი იყო ტუპოი მაგას აიყვარა იქ მე რა ჩამოვიდნენ და
მარტო ჰარისონი დარჩა სექტანტი. დაიჩენი ყველა ჰარისონი წამოვიდა კაცო მაქიდან. ჰარისონი დარჩა სექტანტი მე. თელი ცხოვრება მაგაზე არე კრიშნას ღეროდა თელი ცხოვრება. ხო და მე ხო მაგრამ არ არის კრიშნაიტების სექტანტები თუ რა ანუ გასექტანტა ეგეც. შენ მაგით მიყავს რომ კრიშნაიტები არიან? მაიცა მე რამე ახალ მეთქი. რატო რელიგიაა ჩოლებრივი კრიშნაიტები? სექტაც რელიგია არის. მაშინ ქრისტიანობაც სექტა გამოუტყავს მაშინ. ანუ კრიშნაიტებს არა აქვთ. სექტა ძალიან ისეთი რაღაცა. პატარა უნდა იყოს აუცილებლად. პატარავებ ხო აბა რა? რამდენი კრიშნაიტი ცხოვრობს სამყაროს შენ ერთ. რამდენი იეღოვას მოწმე უფრო ცხოვრობს. იეღოვას მოწმე უფრო ცხოვრობს ვიდრე კრიშნაიტი. შენ ინდოლე რამდენი არის მეგონი? რაოდენობაში? საკმაოდ ინდოლე ბერძირთაც. საკმაოდ ბევრი არის, მაგრამ იქ კრიშნაიტები არ არის უმეტესობა. ესო ვარ ძალიან ბევრი არის. ინდოელებში კავშირი კრიშნაიტები გამთანე 2% მაქსიმუმ ინდოელების. ეგ რამდენია ხენ ეს? რა ვიცი 20 მილიონი, ანუ მეტი არა. 20 მილიონი კაცი ან არის სექტა არის? სექტა არის? იეღოვას მოწმე რამდენია შენ ეს? მე რა ვიცი, არ ვიცი. მაგას მეტი იქნება. არ ვიცი. აი, მაგით რა გადავიდე. იეღოვას მოწმე უჭო მაგას მეტი იქნება. აი, იცი გენი როგორ შეადარო, ანუ პილცები უნდა დაიკიდო. რომ პილცები უნდა დაიკიდო, თუნდაც მითლზები იმენა. ხო. რომ გაიგო მე სამი სხვა ხოლო კარიერა. აი, ქიდან შეადარო რა. მაგათი სამ ყოველ. მან ყოველ მაგრამ ჰარისონია. მაგათი. აუ, ჰარისონის ის რა მაგათი სამი ალბომია და ორი სამი ალბომი. არაფერშია, აი, კი ძალიან მაგარი ალბომია. ეგ ჩემთვის ბიტლზების ალბომი, ბიტლზების პოსტ ბიტლზების ალბომებიდან, ბიტლზებიდან ყველა საყვარელი ალბომი არის. მაგრამ მაგათის ბევრი დიდი კარიერა ჰქონდა, ნებისმიერს შეადარო რა. ფულის ხამია და მაგიტო. მუსიკა გაიყიდა რაღაცეები. მენა მაგიტო მილიარდ ნახევარი აქვს მაგას და იმათ აქვს. აი, კომუნისტში გადავალი. იმენა ის არის. ისინი პრევი არიან. რინგოს გარდა პრევი არიან ყველანი. აი, ჰარისონის ეგეთი არის მოხვეჭაზე. არ ყიდის ყველა ალბომს სხვა ფერებში, რომ ბევრი გაიყიდოს. კარგი, დავიდი, კაი. კახეტა გიდოს რა შენ გძულს. ო, მაგარი იმიტომ რომ დიდარია. Eat the rich, ხო? თუ რაღაც ეგეთი ეგეთი ხარ? რა შოშია, კაცო. просто მე არ მიყვარს რომ მაქსამში. მამდამი მოგწონს? შენ როგორ დაიყვარა? ნიუ-იორკის ახალი მერი. შენ ლაპა. ლაპარაკიც ნახასყრის როგორც იყო შენთან არ მომეწონა ის. ანუ ისე გააკეთოს მაქსამში უზარმაზარი სხვაობა არის. ეს მუსიკა არის მაკრატნით თავად. როცა ანუ შემსრულებელი არის ტოპ 100-ში ალბათ. ჩემი აზრით არის. მაკრატნი. შესრულება ხომ შეგეთოს მუსიკის. მაგრა ასრულებს ან რას ვერ ასრულებს? ვერც არც ეყავს ჯექსონივით, როცა ღერის მაგდროს, მაგრამ შემსრულებელი ბევრი ანუ იმდენად წინ არის რომ არც აზრიც არა ახლა პარახსვები. ეგრე რავი, ოზი ოსბორნი უფრო მაგარ შემსრულებელი იყო, ვიდრე ჩემი აზრით ნებისმიერი ეგ სხვა, მაგრამ უფრო დიდი მუსიკოსია ვიდრე მაკარტნი. ბიჭო არა, ყველაზე დიდი მუსიკოსმა შეიძლება შესრულება ისე რომ ძალიან ნაკალი სანახე მაკარტნის შესრულებაში. ბიჭო ვიღაცები ხედქავენ ქვას და ეგ ვერ შევა მაგას. შენ მაშინ ამბობ ვიტნი ჰიუსტონი უფრო მაგარი მუსიკოსია ვიდრე მაკარტნი, მაგას შემსრულებელი. მაგას ვაფშე არ ვაპარაკობ. რა მუსიკა? შენ რომ განსხვავებული შესრულება არის ჯექსონი, მაგას ამბობ შენ. მეგონი განსხვავებული მუსიკა არის მაკარტნი. კარგი. არ გედავები. არ გედავები, შენი გემოვნებაა და იყოს ეგ, კაი, ბოლოს ატინგ წაი. იმენა მედავებოდი მაგას. აღარ გედავები. ყველა ნახა, ხო, ჩემ გემოვნებაზე მედავები. აღარ გედავები. წიგნით კითხულობა მოდროს? არა. ვერა. რატო? ბიჭო. მეც ანუ ამ მოდელს წავიკითხე რაღაცეები, ორი წიგნი მივაბი, მაგრამ ვიწვალე. მაგას გემოვნებას ვერ არის. კინოს ყურება უფრო მიწოდება. ხო და რა უბედურება. ეგ TikTok-ის ვრალი ხო არის. ბიჭო, არ ვიცი, მაგრამ იცი ამ ღლის მე ძალიან ამბავი რომ ძალიან დიხანი გრძელდება ჩემს ცხოვრებაში. კინოს უყურებ 2 საათი და სერიალი, ხო, სერიალიც, უკვე რაღაც მომჩი ღლის სერიალის ყურებაც რა. აი ეგეთი attached ვეღარ ვიჩიტები ხო? პირველ 15 წამში თუ არ მოგეწონა და გაინტერესა მე თვითონ ხო? არა, კაცო, არა. მაგას არ გეუბნები, უბრალოდ ნახე ანუ რომ ვიცი უნდა უყურო 80 საათი ყველაზე ხარ რაღაცას რა. ჯამში. და ამ ხელ კომიტმენტია რომ 80 საათი უნდა უყურო რაღაცას ყველაზე ხარ. აი ძალიან უნდა მომეწონოს რა. აი ძალიან რომ ეგ გავაგრძელო და ეგ ვაკეთო რა. და კინოს რო უყურებ 2 საათი 3 საათში მორჩება ხოლმე ხარ გამბავი და თავისუფალი ხარ. რაც მინდა გააკეთე რა. TikTok-ი კაროჩი. კინო? ეგ TikTok-ის გამოკიდებულა. ბიჭო, მე წიგნზე გავაკი მეგობრდი ხარ რა. წიგნებში იმედები გამისრულდა რა. შენ მოწონი ვერ წაიკითხე? ჰა? შენ მოწონი წიგნი არის ყველაფერი? ბიჭო, გეტყვი, მე რა დამემართა. უნივერსიტეტში ვსწავლობდით, რაღაც მომენტში ხატრული ლიტერატურის კითხვა რომ დავიწყე და ვკითხულობდი და მივიღე სიამოვნება ბევრი წიგნით. ფილოსოფიის კითხვა დავიწყე, მე რაღაც მომენტში მივედი იქამდე რომ ხატრული ლიტერატურას ვერ ვკითხულობდი რა. ანუ აღარ გამომდიოდა და ეხა ფილოსოფიაც აღარ იმას მიშვება რაღაც მიზიდავს რომ დავიწყე და წავიკითხო ხოლმე ხარ, იმიტომ რომ საბაზისო რაღაცები რაც წავიკითხე და მაგებზე ვიფიქრე, მგონი რომ ეგენიც არ გადამიხარშავს ბოლომდე ჯერ. ხოლმე ხარ დავიწყე და რაღაც ძალიან კონკრეტული მიმართულება წავიკითხო რაღაც, არ ვიცი.
პოსტმოდერნისტული კონსტრუქტივიზმის რაღაც თეორია წავიდეთ ხოლმე. მაგაში ვეღარ ხედავ ვერანაირის სარგებელს ჩემთვის რა. თუ კონკრეტული რაღაცთვის არ გამოიყენე, რაღაც ფილმის გარჩევისთვის შეიძლება გამოიყენო, ან რაღაც რეცენზიის დაწერისთვის გამოიყენო და მაგ მიმართულებით წახვიდე, მაგრამ მაგას აღარ ვაკეთებ და არც აკადემიურ სივრცეში აღარ ვარ და რაში მჭირდება ეხლა ბოდრი არის რაში მჭირდება რომ წავიკითხო არ ვიცი რა. იმას წავიკითხე და გაასწორა, მაგრამ აი ხო სამაგიდო წასაკითხად აღარ ვეღარ ვიღებ სიამოვნებას მაგდენად და ხალხური ლიტერატურა გამიფუჭდა ფილოსოფიით. ხალხური ლიტერატურა მეც ვერ იმენა გამიფუჭდა რა. წინდება. ესდება თუ რაღაც რა. თითქოს რა უნდა მოხდეს ხვდები? თუ რა თითქოს ვერაფერი ისეთი ვერ მოხდება რომ გამიკვირდეს რა. არაფერი აღარ მიკვირს. ჩემი ცხოვრება ისეთი არის რომ აღარაფერი აღარ მიკვირს უკვე იქ რა ხდება რა. როგორ გითხრა? რა მისული გააცხადია ცხოვრება რომ წიგნებში არაფერი არ ხდება უფრო გასაკეთებელი. რა ვქრა ხა ეგრე. აი ეს უთხრა ხო ვაიმე რა უთხრა აი რა. იმიტომ რომ ვერ ამოღამებ რა. მაგას ვიყიდა ხა ზალი. არა. ბიჭო არა მე ეგრე რომ მიყვარდეს ლიტერატურა როგორც მაგკაც უყვარს ლიტერატურისაც ძლიერ უყვარდა მაგკაც ეგრე რომ მიყვარდეს სავალზე არ ეცი ხო ეგრე რომ მიყვარდეს ბაზარი არა ხო აზიხარი მე მეტი არც არ გავაკეთებდი მაგრამ არ მიყვარს ეგრე რა ვქნა კაი პოდკასტის ბოლოს მოდი იმეილი ლაპარაკე ცოტა კიდევ ვილაპარაკოთ კიდევ ლაპარაკე ეხა ვიწყებ ეხა ამოვიდგე კაი არა უშავს რას უნდა მეკითხა მოვიკითხო როდის გავჩუმებული ვარ შენ ეგ მითხარი კი ბატონო მე უნდა მეკითხა რა მე იმდენი სახსენე ეხა იმდენი ახსენე რომ ფილმები აქ ნანახი და უყურებ და რაღაცა რომ ურჩიე ჩვენს მაყურებელს რას უნდა უყურონ რომ აი ეს რო ამბობდი 3 ურჩი ან 5 რომ აი ეს ვაუ და შოკ მომენტი კონდეს მე ახლა უბოიქ აღარ უთხრა ეგ ვაუ და შოკ მომენტია მაყურებელს გააჩნია ანუ როგორი კინოს უყურება უნდა ხე რო ფიქრობ ეხა რომ აი ამას ნახავს და აღფრთოვანდება რა აი მე შემიძლია ბოლოს რესს უყურე მაგაზე ვილაპარაკო ოღონ ისე კარგები იყო ჩოლებრივი ხომ არ უთხრა არა კარგები იყო ჩოლებრივი კინოებს არ უყურე რა რო თოწია კაი იცი კაი ფილმი იქნება ხო რა როგორ არჩევ რო უყურე მაგენ დავიწყო ხო კაროჩ ჯერ პირველ რიგში ძალიან ის არის ჩემთვის მნიშვნელოვანი არის ორი რამე რა ერთი არის რომ კინოს უყურებ რაღაც დონეზე მაინც უნდა მქონდეს განცდა ეს რეჟისორი კინოს რო იღებს რის თქმა უნდა არა როგორ უნდა რაღაცის თქმა რა ანუ ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ რომ სათქმელი უფრო ნაკლებ მნიშვნელოვანია ჩემთვის კინოს ყურების დროს ვიდრე ის როგორ ამბობს რეჟისორი რაღაცას რა ანუ სათქმელით იმდენად ვერ ვკაიფობ და ვერ ვერთობი რამდენადაც ვერთობი იმით როგორ არის ეს სათქმელი ნათქვამი აი მაგალითად ახლა მუსიკა შინაარსებად ფორმა მოგწონს ხო ან მაგალითად მუსიკას რო უსმენ რა მუსიკაში სანამ სათქმელს დააკვირდე და ტექსტს მოусმენ რა ყოველთვის შენ ყურებას იქცევს ეს მუსიკა როგორი არის ან როგორ ჟღერს ხო და ეს ჟღერადობა არის ის ყურებას იქცევს მუსიკა შენსას მე რაღაც მომენტში ჩაიძებე და ტექსტსაც მოусმენ ხო აზიხარ რა და ისეთ მუსიკაშიც კი სადაც ტექსტი ყველაზე მნიშვნელოვანია მაგალითად ჰიპ-ჰოპში ან სანამ ტექსტს მოსმენს დაიწყებ ჯერ რაღაც ფლოუს უსმენ იმას უსმენ ამას უსმენ და ეგ გიზიდავს რა და კინოც არის ჩემს ეგრე რა რეალურად და ძირითადად როცა ეგ ძალიან მაგარი არის სათქმელიც კარგი არის ხოლმე ხო თუ ძალიან მაგარი რაცოდიან დებილოს არის ხო ეგ არის ხო და ანუ ამ კინოს მხრივაც ეხა ესე რომ ვთქვათ რომ აი შინაარსზე თუ ძალიან დიდ პროგრამას გავამახვილებთ ხშირ შემთხვევაში ძალიან იმედგაცრუებლები დავრჩებით იმიტომ რომ რაც სათქმელი არის ზოგადად კინოთი რაც შეიძლება თქვას ადამიანმა ეგენი ყოველთვის ტრივიალური ხდება რაღაც მომენტში რა ანუ ან ხდება ძალიან პათეტიკური და რაღაცნაირი დიდაქტიკური რომ ჭკუას გვასწავლის და არ არის ასე მაგის ყურება თუ ოსტატი არ არის ადამიანი მაგისი და ოსტატები ვინც არიან მაგისი მაგათ უნდა უყურო მაგისთვის მაგალითად აკირა კუროსავას თუ გინდა რომ ადგე და რაღაცა ცხოვრებაზე დავაფიქროთ იქ ხო აზიხარ რომ აუ ეხა კაროჩი მე რაღაცას არასწორად ვაკეთებ ცხოვრებაში ხო აზიხარ ან ეგეთი რამე თუ გინდა ადექი და უყურ კუროსავას და მაგას რო ვიღაცა სხვა ცდილობს როგორც წესი ძალიან ცუდად გამოსდის მე და ხო აზიხარ აი ესეთი ისიჯითება რა რომ აი ჭკუას გასწავლის ხო აზიხარ თითის ქნევით რა ხო და ამიტომ როგორც წესი კინოში ეგეთი რაღაცების ძიება არ არის ხოლმე ეფექტური და არ არის კარგი რა ჯობია რომ კინოს უყუროთ იმისთვის რომ საკუთარ თავს დავაკვირდეთ კონკრეტული სცენების და კონკრეტული პერსონაჟების მიმართ რაც განვიცდით რა ანუ რამდენად ახდენს ჩვენზე გავლენას კონკრეტული პერსონაჟი კონკრეტული სცენა და ამ ხრივ ეხა ამ ბოლო დროს ჩემთვის ძალიან საინტერესო გახდა ცოტა ისეთი ფილმები რომლებიც დღევანდელობასთან ჩვენ პოსტმოდერნულ სამყაროსთან უფრო ახლოს არის რა აი ცოტა მიჭირს ხოლმე მოდერნიზმის ყურება იმიტომ რომ ძირითადად როგორი ისტორია ხა მოდერნიზმში ხო რომ არის ვიღაც ტიპი პერსონაჟი რომელსაც აქვს დიდი სუდათ არის ან რაღაცა არასახარბიელო იმაში არის რა დაბადებული აქვს ძალიან დიდი ამბიციები მთელი მსოფლიო მის წინააღმდეგ არის მაგრამ ამ ყველა ადამიანს და სამთელ სამყაროს რომელიც მის წინააღმდეგ არის ამარცხებს და მაინც აღწევს თავის მიზანს რა
ეს არის ძირითადად რაც არის ფაბულა რა მოდერნიზმის ფილმებში და ძალიან კაი არის ხო ხა კაი საყურებელია იმიტომ რომ ბოლოს ყველაფერი კარგად თავდება ხო ხა და კარგი არის მაგის ყურება რა მაგრამ რაღაცნაირად ბეზდება ეგ რა ანუ რაღაც მომენტში ბეზდება და ბევრ კინოს რო ნახავ ეგეც მე რა მუღამებ რო კინო მაგითკენ მიდის უკვე წინასწარ იცი ყველაფერი უნდა თავდება რა და ამიტომ მაგის ყურება აღარ ხომ სასიამოვნო ჩემთვის რა რაც შეეხება უფრო მოდერნიზმის შეიძლება სხვა ტალღა არა რომანტიზმი ან რაღაც მსგავსი არამედ უფრო რაღაც მერე გვიანდელი ტალღა უკვე პოსტმოდერნიზმში გადადის მათ შორის სურეალიზმიც არის სურეალიზმი ძალიან საინტერესო არის კინოში იმიტომ რომ აი მაგალითად ახლა ლინჩის კინოს რო უყურებ რამე ფილმს ლინჩს რაც აქვს გადაღებული მათ შორის მოდერნიზმის სტილშიც აი The Elephant Man თუ გაგიგია ეგ ხო იცი ეგ ადამიანის პილოიქს უნივერსიტეტში რო ქონდა ჰოპკინსი თამაშობს ხო ჰოპკინსის თამაშობს ოღონდ სპილო არ არის ჰოპკინსი სხვა არის რა ეგ არის რაღაცნაირი მოდერნიზმის ისტორია არის ხო აზეხარა რომ ეს ყველა ადამიანის მიერ არის უკუგდებული რაღაცა ის არის იზგოი ანუ ხო აზეხარა რა ქართულთო როგორ ეცი თქვა რა დაჩაგრული რაღაცა დაჩაგრული რა ანუ ხო აზეხარა არც თემი მას არიღებს და მიუხედავად ამისა მისი ცხოვრების განმავლობაში ისე ცხოვრებს გაუმართლებს კიდევაც ისე ცხოვრებს რომ ადამიანებს დაუნტკიცებს თავის ადამიანობას ასე ვთქვათ რა ვიღაცებს და ეს საკმარისი არის ის რომ მოახერხებს რომ სხვა ადამიანებს დაანახოს რომ ადამიანი არის მისთვის საკმარისი არის ბედნიერებისთვის და ანუ რა ესეც კი კმარა მისთვის რომ ბედნიერი იყოს რა ანუ არ ჭირდება ჩვენთვის ყოველდღიურობაში ჩვენ ამის დანტკიცება გვჭირდება ყველასთვის რაღაც პონჩი რა ყველაზე ხო ადამიანებს ყოველდღიურობაში ბედნიერების მიღწევისთვის ჭირდება თუ დანახულები იყვნენ და მისთვის საკმარისი არის 2-3 ადამიანის ანუ რო შეადარო ეხა ის მისი ცხოვრება ჩვენი ცხოვრებისგან ბევრად განსხვავდება იმიტომ რომ ჩვენ ვიღაცები მაინც უყურებთ ადამიანებად რა დედას არ მიუტოვებთ მაგალითად ვიღაცები ზოგი ალბათ მიუტოვები არ ვიცი მაგრამ ვიღაცები და აქ ისეთი ისტორიაა რომ საკუთარი დედას არ ყავს ნანახი რა და რომანტიზირებული აქვს ეს დედა კაროჩი ნუ ამას არ აქვს მნიშვნელობად ეხა ამ წუთას მაგრამ ანუ აქ არის აქ რაღაც დიდაქტიკური ოღონდ ლინჩი ამდენად ცდილობდა ამას არ ამგონია რომ ესეთი რამე ეცადა უბრალოდ რაღაც ისტორია მოეწონა და ის ისტორია გადაიგო რა და თვითონ ამის ყურების პროცესშიც რო უყურებ არ შეიძლება განცდა რომ რაღაცა შოულური მოდერნიზმის ფილმს უყურებ რა აი რაღაცნაირი ისა საბურველი აქვს ჰორორის მისტიციზმის აი რაღაცის რა ურჩევდი მოკლედ მაგა შენ ადამიანის პილოს აუცილებლად მე გონი რომ ეგ ფილმი ყოველს უნდა ქონდეს ნანახი ჩემი აზრით მაგრამ სხვებზე რო ვილაპარაკოთ კიდე ამ ხრი ლინჩის მაგრამ ლინჩი როგორი არის ლინჩის ფილმი როგორი არის მაგ ფილმით მაგას ვერ გაიგებ დიდად რა ძალიან თუ გინდა რომ ეგ გაიგო ანუ თავით გადავარდე მაგ ფილმში არის ერთი ფილმი Mulholland Drive ლინჩის რომელიც ანუ ხომ ჩემი რჩევა არ კიდევ ადამიანებს ალბათ ყველა მიცის დაბერა ეგ ფილმი ნახეთ თუმცა საკმაოდ გაუგია მაინც რა და ეგ ფილმი არის აი არ ვიცი მე თუ კი ოდესმე გამჩენია შეგრძნება რომ ფილმის ყურებაზე სიზმარში ვარ ეგ იყო ეგ ფილმი რომ რა ხდება მეთქი ვაფშე იმენა რა ბოლოს რო დამთავრდება და რაღაც ას რო გამოიტან კიდე რაღაცას დაამუღან ხო ხომ ყურების პროცესში ხარ რომ აი სიზმარში რო ჩავარდები და რო ვცდილობ რომ აი რაღაც პაზლი ააწყო ელემენტარული რაღაცნაირად რაღაც აზრი გამოიტანო ხო აზე ხარ პოსტა რომ რა ხდება შენ გარშემო ეგ დამუღავ აი მაგაში ვარდები რა და ეგ ძალიან მაგარი ფილმი რო ეგეთ განსაკუთრებით შენზე და კარგავს რაღაცაში ეგ ძალიან სერიოზული ის არის რა ფილმის ყურებაზე რა მაქვს ხოლმე ისი მე ანუ სანამ თქვათ მომინდა ფილმს უყურო რა რაღაცნაირად ხომ რა სანამ უყურებ უნდა გარკვე რომ აი რომელი ფილმი რომელიც ყურება ზღირს აი ხა ერთგვარად რომ კითხო ვიღაცას მაგრამ თქვა და არ ეკითხები რა იმდენი ხანი ვეძებ რას უნდა უყურო რა ანუ რომ აღარ მინდა მე ყურება ანუ ვიღლები იმაში რამე დებილობას ხوار თავი მქონია რომ აი ხო არ ვიცი რასაც ჩავთავ პირველ ხომ ნახო და ჯერით ხანი ვეძებ რომ ამას ისტორია არ ჩავთავ მე რო ჩავთავ არ მომეწონება მე რაღაცა მეორე ჩავთავ და ბოლოს აღარ უყურებ რა და როცა იწყებ ხოლმე რის მიხედვით იწყებ ყურებს ან რაღაც იმას ნახულობ ჟურნალში რამხელა ვარსკვლავი აქვს ან რეიტინგი ამდენი აქვს ან რის მიხედვით რეჟისორი თუ არის რეჟისორი ხა ვაფშე რომ ნულით იწყებ ხო არ მაქვს ნახე მაგალითად აი არაფერი საერთოდ ნახე არ გავთ გეტყვით რაღაც რეჟისორის და უყურებ არაფერი არა საერთოდ არ რაღაცო აი თქვა არ გამიგია ის რა ქვია რომელიც რეჟისორი ვთქვათ მილოშ ფორმანი მაგალითად ანუ როგორ უნდა უყურო ანუ მაგის მithხოვა ვარჩევ პირველი ფორმანის ფილმია ანუ მე გეტყვი რაღაცა ფილმი როცა ნახე არ გაქვს ხო გიყურებია რეჟისორის ხო გიყურებია ადრე უფრო ეხლა უფრო ნაკლებად ხო ეხლა ბევრად გაერკვევი მე შეიძლება გამარტივო ხო და ანუ რას ვაქვს ნახე როცა კონკრეტულ რეჟისორის ერთი ფილმი არ გაქვს ნახე შეიძლება ან მაგალითად სპილბერგი ძალიან უყვარს ბევრ ადამიანს და ბევრი საყვარელი რეჟისორია მაგრამ შეიძლება არ მოგეწონოს ნოლანი ძალიან უყვარს ბევრ ადამიანს მაგრამ შეიძლება უყურო და არ მოგეწონოს შენ რაღაცეები რა იქ ნოლანის ფილმებში ამიტომ ყოველთვის რაღაცეები არის რაც რისკია ხო ასე უყურებ და ნუ 2-3 საათი დაუთმო მაგას მე საბოლოოდ სახიობით ვარჩევ ხოლმე ფილმს
ეს თამაშობს, მაშინ უყურებ. მე რატო აღარ ვაკეთებ, იცი რომ ჩემთვის ბევრად უფრო საინტერესო გახდა, ანუ მსახიობი ფრაგმენტულად თამაშობს სხვადასხვა ფილმებში, სხვადასხვა პერსონაჟებს. და მსახიობზე შეგიძლია დააკვირდე იმას, რამდენად განვითარდა მსახიობი თავის ოსტატობაში რა. მაგრამ როგორც წესი მსახიობს არ აქვს არაფერი სათქმელი ფილმში. რაც კი რამე სათქმელი არის ფილმში, ყოველთვის რეჟისორიდან მოდის ეგ სათქმელი, ან სცენარისტიდან, ან რა ვიცი, სხვა სკრინპლეის ვინც წერს მაგისგან რა. და ანუ როგორ რაღაცა არის, იცი რომ შენ მაგალითად სიმღერებს მოусმინო არა მომღერალის მიხედვით, არამედ ამ რაღაც კონკრეტული სიმღერის რაღაც კონკრეტული ნაწილის შემსრულებლის მიხედვით. ეგ არის იგივე მაგისი რა და კინოს როცა უყურებ რეჟისორების მიხედვით შენ შეგიძლია რეჟისორის ფილოსოფიის განვითარებასაც მიყვე მაგითი რა როგორ განვითარდა ეს თავის სათქმელის გადმოცემაში რამდენად დაოსტატდა პირველად როგორი იყო სანამ გაშალაშინებული იქნებოდა მისი გადაღების ფორმა სანამ იპოვიდა თავის თავს კინოში როგორ უნდა გადაიგოს როგორ უნდა თქვას თავის სათქმელი ანუ მაგების დანახვა შეგიძლია მარტო შემთხვევაში თუ რეჟისორებით მიყვები რა ან მსახიობებით თუ მიყვები შენ ერთ-ერთ ახას დაინახავ ის არის რამდენად ოსტატი გახდა რაღაც კონკრეტული როლის შესრულებაში და საინტერესოა მაგის ნახვა ყველაზე ხარ ხა მაგას თავის მუღამი აქვს რა მაგრამ მე მგონია რომ ეს ცოტა პოსტმოდერნული აზრი არის მაგრამ ყველა რეჟისორი აი ტარანტინო არის მაგისი ყველაზე კარგი მაგალითი რა ტარანტინო იღებს ფილმებს ისე რომ ტარანტინოს ყველა ფილმი ხდება ერთ სამყაროში ტარანტინოს სამყაროში რა ანუ მისი ფილმები ხდება ტარანტინოს სამყაროში მაგალითს გეტყვი რა მაგალითად იმაში უსახლო ნაბიჯრებში რო ის არის დაბალი ის რო არის რა დაბალი ებრაელი ტიპი რო მეგონი ეგ არის რაღაც გვარია ვოლო ვიცი თუ რაღაც გვარია კაროჩე რა აი ბეარ შო ეძახიან რო გამოდის იმით რო ცემს იმათ აუ როგორ არ გახსოვს რა დაბალი ყველას დაბალი რო მე მაღალი მეგონია უფრო რო ეუბნება ერთხელ რო გადავება ის რა ვიღაც ხო გახლავსე ეგ კაცი მაგ კაცის არა ისი ვინ ბრიტანელი რო არის გახსოვს მან ბრიტანელი ტიპი ვარ. კი, სხვანაირი ხო. ამას ვაჩვენე. ხო. ამას ვაჩვენე და რომ მიხვდება ის რომ ეს აი ეგ ტიპი არის ტარანტინოს Hateful Eight-ში ერთ-ერთი პერსონაჟის შვილიშვილი. იქ არის ის ბაბუა ერთ-ერთი. ხო, აი ეგეთი რაღაც განძობადობებია ყოველ ტარანტინოს მაგალითად და ტარანტინოს ფილმებს უყურებ იქ ერთი სამყარო არის რა. და მაგის ყურება ძალიან საინტერესოა, რომ ეს საბოლოო ჯამში იმ ერთ სამყაროს ქმნის. ანუ ყველა თავისი ფილმით რაღაც ერთ სამყაროს კრავს რა და მაგას ვერ მიიღებ თუ კი მსახიობის ხედვით უყურებ. ანუ სხვა რაღაცას იგებ იქ ვაფშე რა. და იქ რასაც იგებ ეგ არ არის ხატრულად მაგნად ღირებული. ანუ მან არის უფრო ოსტატობა, კონკრეტულ ადამიანის როგორ ასრულებს როლს და არა ის რომ ხატრულად რამდენად ღირებულად განვითარდა ვიღაცა. პროსტა აი რო იცი მაგალითად მსახიობი აი ვიღაცა ვიღოთ კაი მსახიობი რაღაც მორგან ფრიმანი. რომ გონია რომ ალბათ რახან ის თამაშობს. კაი ფილმი არ არის ეგრე ყოველთვის. შეიძლება ნახო რობერტ დენი რომელიც არის ჩემთვის საყვარელი მსახიობი იმდენ ტრეშ ფილმში თამაშობს აი საზიზღრობაში რომ აი ვერ მოთვლი ყოველთვის რეჟისორიც შეიძლება ნახო რომ ძალიან სულ ფილმია გადაღებული დასაწყისში არის ხომ უფრო ხშირად ეგ დასაწყისში ჩემთვის ცუდი ფილმი არა გადაღებული პოლ ტომას ანდერსონს მაგალითად ცუდი ფილმი არა გადაღებული ტარანტინოს არც ერთი არ არის ცუდი ფილმი შედარებით ცუდი ფილმი არის ჯეკი ბრაუნი ალბათ მაგრამ არ არის არც ერთი ცუდი ფილმი კარგი ფილმია ეგეც ანუ არც ეგ რეჟისორებმა ცუდი ფილმი არ აქვს გადაღებული რა. ან ჩვენ მაგის პასაჟი რომ რეჟისორის მიხედვით უყურო ფილმებს. მე კაროჩე აი უეჭველი. მე მგონია რომ ეგ არის ერთ-ერთი სწორი ფილმების ყურება. მე მგონია დაჟე რომ ადგე და რეჟისორის პირველი ფილმიდან დაიწყო და მიყვე რა. ანუ ეგ არის ყოველ სწორი. იმიტომ რომ მაგით რამ ხელსიონებას მიმიღია, მაგ ხელსიონებას სხვა გზით არ მიმიღია ფილმების ყურებით. იმიტომ რომ რაღაცნაირად როცა დაიწყე ფილმის აღქმას რეჟისორი როგორ ვითარდება და რაღაც თავის საქმეს როგორ ამბობს, მე რო ფილმებს შორის ამჩნევ ამის დახვეწას ამ სტილის დახვეწას რომ ამჩნევ ამ ძალიან კარგი სანახავი არის ეგ რა. მაგრამ მეორე მხრივ არის რაღაცა კრიზისები რა. ანუ ყველა რეჟისორი რაღაც კრიზისს აწყდება რაღაც მომენტში. აი ძალიან ხშირი არის ხოლმე რა იცი რომ რეჟისორები იგებენ რაღაც ძალიან ბომბა ფილმებს თავიდან და მე რაღაც მომენტი უდგებათ როცა კრიზისი აქვს რა. იმიტომ რომ ყველა ხელოვნებაში ყველა ხელოვანს რაღაც მომენტში აქვს writer's block რაღაც ქვია რა რომ შენი სათქმელი ამოიწურა თუ რაღაც ეგეთი განცდა გაქვს რა. და რომელი რეჟისორების ახერხებენ მაგის გადალახვას, ეგენი არიან ლეგენდები რა, ლეგენდარულები არიან რა. ანუ რომელს მურჩევდი? რომელ რეჟისორს? ბიჭო, ნუ ალბათ პოლ ტომას ანდერსონი ალბათ ეხა ამ დროს ამ ბოლო დროს ჩემი ყველაზე საყვარელი რეჟისორია და ისეთი საყურებელი არის თან რომ ყველაზე ხარ არ არის აი ლინჩით რო დაიწყო, ლინჩს ყובה დაიწყო ეგრევე. ანუ ესე რა, შეიძლება იმდენად დაითრგუნო იმით რომ რაღაცები გაუგებარი არის რომ ვეღარ უყურო რაღაც მომენტში რა და აღარ გესიამოვნოს რა. ტომ ჰანსონი გასაგები არის? არა, მაგას არ ვამბობ, უბრალოდ ლინჩს თუ შეადარებ, ლინჩთან შედარებით გასაგები არის რა, მაგრამ აი ძალიან მარტივი არის ფილმების ყურების დაწყება სპილბერგით, მაგალითად. ტარანტინოსიც.
ტარანტინოთის ცოტა ინგლისური კულტურას არ უყურებ. ტარანტინოს ცოტა ინგლისური კულტურა ყველაზე მაგარი ფილმია ტარანტინოს ახლა. საართული საყურებელი. ყველაზე მაგარი ფილმია იქ. ყველა საყურებელი. არა, მაგრამ სამფანო ტარანტინო არ არის, მაგიტო ოფლი გამომივიდა რა. ხო და ტარანტინო არ არის ეგეთი. ანუ ტარანტინო არ არის ეგეთი, რომ მაგით ყურება არ უნდა იყოს კინოების. ანუ ეგ უკვე პოსტმოდერნიზმია და რაღაცნაირად მოდერნიზმი დაგეჭო მაგისთვის რა. ანუ თუ კი მოდერნიზმი რაღაც პოს დაგეჭილი არ გაქვს, პოსტმოდერნიზმის ყურებას რო იწყებ, რთული არის რომ აყო მაგას ვაფშე რა ხდება, ვერა მოყავ. ხოლმე ხე რატო ეს კაცი ხო მოკვდა, რატო არის ცოცხალი, რაღაცა ჯვარდები რა. ხო და ამიტომ ჯობია რომ თუ ახლა იწყებ ფილმების ყურებას, სპილბერგით დაიწყო მაგალითად. ან რავი, რიდლი სკოტით დაიწყო. ანუ რაღაც ისეთი გლადიატორს ჯექსონი. არა, გლადიატორს გადა ბლეიდ რანერის მაგალითად. ან ძალიან მაგარი ფილმია გადაღებული ის, ან რიდლი სკოტი უმაღლესი კლასის ისა რეჟისორი არის. სკორსეზეი დაიწყო, იმიტომ რომ სკორსეზე არის ჩათვალე რომ ადამიანი რომელიც დიალოგებით აკეთებს ისეთ რაღაცას რომ შეიძლება 3 საათი იჯდა უყურო ამ დიალოგებს, ანუ ეს საოცრებაა ყველაზე ხან კინოში, ანუ ხალხი რაღაცა უნდა მოხდეს და სკორსეზე იგებს ფილმს, რომელიც არაფერი ეგეთი არ მოხდება მომენტებში რაღაცა დაიძაბა ვიღაცა მოკვდება ბაზარია, მაგრამ ეგ ვაფშე მნიშვნელოვანი არ იქნება. ეგ არ იქნება თავარი თემა რა. კაი, მოდი ხა ვიგოთ რომ ვიყვარს ვიყურებს და არც ის არ არის ყველაფერი ნახი არ აქვს და არც პირველად არ უყურებს ხოლმე ფილმს რა. ანუ რაღაცა ნახი აქვს. აი ჩემ როგორც მე ვარ დაახლოებით რა. ხო. და ტოპ 5 ფილმი სანდროსგან რუბრიკა. ანუ ის რა ქვია, ის ყველაფერი არის ის, რა ქვია, ტარკოვსკი არ აქვს დაღეჭილი, მაგრამ ის არ აქვს რომ ის ნანახი. ტარკოვსკი თუ გავთ იმას დაღეჭილი შემეხნევით. მაგრამ ის არ არის რომ ნანახი არ აქვს, ის რა ქვია, რაღაც კაი. ელემენტარული რაღაცები რა. კაი, პირველი ალბათ ვიტყოდი რომ პირველი უნდა უყუროს ბუგინაიტს არის ამ დროს არის ჩემს ამ მომენტის არის ჩემს ყოველ ფილმ ბუგინაიტს ექს ფილმი არის კაროჩე აი არ მოვყვები რაზე არის მაგრამ ამ ფილმში არის რა იცი აი ფილმის ყველას რო იწყებ და ან სინოფსისაც აიკითხავ განცდა გაქვს რომ აი ძალიან რაღაცა ჩიპ უაზრო თემას და გადადულ ფილმს უყურებ რა და ბოლოს ფიქრობ იმაზე რომ მამა ჩემთან ურთიერთობა ხო არ დავალაგო და აი რაღაცებში ვარდები არ საიდან ხო ზეხა რა ვაფშე ანუ საერთოდ ანუ არაფერი მოასწავლის მაგას რა და ოღონდ როგორ იცი რომ ანუ ამას ვაფშე არავინ არ გაწენის ამას ხო და არავინ არ გაძალებს რა რომ აი მაგაზე იფიქრო რა უბრალოდ შენ თუ ამ ფილმს კარგად მიყვები ბოლოს ამუღამებ რომ ეს ფილმი საერთოდ არ არის რეჟისორზე იდეალისტ რეჟისორზე რომელიც პორნოებს იღებს მაგაზე არ არის ბოლოს თქვი მაგას ვთქვი რა ანუ ამ ფილმს უნდა უყურონ იმიტომ რომ შეგიძლია ამ ფილმით დაინახო როგორ შეიძლება ფილმმა რაღაცეები გასწავლოს ისე რომ პერსონაჟების განვითარების პროცესში თავარი თემა არ იყოს ეგ რაღაცეები რასაც გასწავლის არამედ საერთოდ სხვა რამე იყოს რა ანუ არქი საერთოდ სხვა რაღაც გარშემო იყოს აშენებული ანუ ფილმის განვითარება და ფაბულა საერთოდ სხვა რამის გარშემო იყოს აშენებული და პერსონაჟების არქებმა თავის თავში მოიცვას ბევრად მეტი ვიდრე ერთ შეხედვით არის იქ რა ანუ როგორ შეიძლება კინო უფრო მეტს ამბობდეს ვიდრე ერთ შეხედვით ჩანს აი ეს არის მაგ ფილმის ძალიან კაი მაგალითი ანუ კინოში რაღაც ხდება ამბები არის მაგრამ მაგაზე არ არის სხვა რამეზე არის ხო ანუ ცოტა უცნაური ჟღერს მაგრამ სხვა რაც ხდება ბოლოს ანუ რაც საბოლოოში როგორც ეს ფილმი რატაც იყრება ანუ თლიანობაში რა ეგ ბევრად მეტი არის ვიდრე ერთ შეხედვით არის დევს მაგ ფილმს რა მეორე არის აი ცოტა კაი დაშოკვის ისიც რო გქონდეს აი არ მიმასხნა შეიძლება თავი ისე უბრალოდ გითხრა უბრალოდ რა ურჩევდი აი ერთ-ერთი ბოლო ფილმი რაც უყურე იყო კოჩა მირჩია აი უკმაყოფილესი დავრჩი beautiful ეგრე ქვია on არასწორად წერია beautiful ანუ IT წერია და თამაშობს ხავიერ ბარდემ ინერტოს გადაღებული ფილმი არის რა ანუ ფილმი არის კარგი გადაღებული ფილმია ინერტო აი რევენანტის გადაღებულიც არის რა ფილმი არის ანუ ჯერ ნუ კარგი ულამაზესია რა თუ ლამაზი სცენების ყურება გიყვარს ეგ ფილმი უნდა ნახო რა მაგრამ ლამაზი ქვია ფილმზე ხო მაგრამ თან ანუ რა არა ეგეთი არ არის ანუ ნახე თელის ლამაზი რა არის მაგ ფილმში რა არაფერი ლამაზი მაგ ფილმში არ არის რა ანუ საერთოდ არაფერი მაგ ფილმში ლამაზი არ არის იმხელა ტრაგედიას უყურებ ანუ შენ თვალწინ იმხელა ტრაგედია იშლება რომ აი ბერძნებს შეშუქდებათ რა ანუ იმდენად დიდი ტრაგედია არის ოღონდ აი როგორი ჩაჭერაა იცი რომ რაღაცა ტრაიკული მოხდება და გონია რომ მორჩა და ეს საკმარისი არის აღარ არის საჭირო მეტი ხოლმე ხარ მაგრამ ჯერ სათხარ ორჯერ უარესი ხდება მე 4-ჯერ უარ ანუ და ოზარგში რო არ თავდება უარესი ბრატ ისინი გამოსავალს მაინც პოულობენ რაღაცეებს ანუ ხოლმე და მე ახალი იჩითება რაღაცა როგორი გამოსავალი იყოს მე ფულმე რა უკეთ არ არის არაფერი გამოსავალი არასონის გამოსავალი არ არის რა და თავარი რაც იყო ანუ ამ ფილმში იყო რომ ჩემ ანუ ყველაზე დიდი სინონიმაზე რაც ამ ფილმში დავინახე იყო ის რომ უბედური ადამიანების ცხოვრებაც შეიძლება ამაზე იყოს. ოღონდ როგორი უბედურების იცი? რომ აი შენ ეგეთი უბედური ადამიანი არ გინახავს რა.
აქ ოღონდ რომანტიზირებული არ არის უბედურება. ანუ ეგ არ არის რომანტიზირებული, ანუ ეგ ჩიპ ის არ არის რა, რომ რაც აი მეცუდად ყოფნა რა, საინტერესო და მისტიკური ეგ არ არის. საერთოდ არ არის ეგ რა. უბრალოდ ადამიანი ლამაზი, ადამიანის შილამაზის მასში ხედავ, როცა ამ ადამიანს კარგად ხედავ რა. როცა ადამიანს კარგად ხედავ, ის უბედურია, ბედნიერია, ნაკლი აქ არა აქ ნაკლი, მის ლამაზეს ხედავ. ადამიანი ვინც გიყვარს, შეთვის ლამაზი არის, თავის ნაკლებიანად, ანუ ხოლმე ხარ, ის არ ამახინჯებს ის ნაკლები, მაგრამ ზალამაზებს პირიქით და ეს beautiful იყო ფილმი, რომელმაც საშუალება მომცა, რომ სრულიად corrupted, აი გახრწნილი მორალის მქონე ადამიანს დამეხა სილამაზე რა და ეგ ძალიან რთული არის, ეგ რო გააკეთო ეგეთი რამე რა. და ძალიან ლამაზი ფილმია, გირჩევთ მაგ ფილმის ყურებას. ანუ მოყოლ იმიტომ რომ ლამაზი ფილმია, იმიტომ რომ მოახერხონ სიმახინჯეში ლამაზი დანახვა. აი ბაროკო არა, კაროჩე რა, არ ვიცი, ფილმი ბაროკო არის ეგ რა. იმენა ბაროკოა რა. ან შეიძლება ჰიტლერიც რო კაი კაცი იყო, მაგას დაგაფიქროს. არა, ეგეთი არა. არა, საჭირო იყო ხა ეს. ჰიტლერი არა, ბაროკო რო ლამაზი. მეგონა გაიგო ხახმარის. კაი. მესამე კაი, მოდი მესამე იყოს ჰენარისი ვისა გამოვლილი ეს, ამას დაფიქრები? არა ბიჭო, რატო გაატრივიალურე ხა, არა იმენა. არ დაგაფიქრეთ მაგაზე და სხვა ადამიანებს არ შეხედავ სხვა თვალით, მაგაზე არ არის ლაპარაკი. უბრალოდ უნარი გამოგიმუშავდება, რომ სიმახინჯეში დაინახო სილამაზე რა. მაგას ხომ სხვა ადამიანებს არ შეხედავ სხვა თვალით ხა, მაგის გამო არიფი არ გახდები უფრო რა. კაი, მოდი მესამე ფილმი იყოს, მოდი რიდლი სკოტის Blade Runner. ისა ჯეიკ გილენჰოლი თამაშობს? არა. მე შე რო უყურეთ Nightcrawler-ი? აი სხვა არის. არა, ეგ სხვა არის. არა, ეგ მაგარი ფილმია. ეგ მაგარი ფილმია, მაგრამ მოდი. მარკე მაგას? Nightcrawler-ი ხო? არა, ეგ მაგარი ფილმია, მაგრამ ეგ ცოტა სხვა კატეგორია არის. ხო. არა, რიდლი სკოტის Blade Runner-ი, რომელიც აი არ ვიცი, აი ეხლა აქ არ ვახსენებ ისეთ ინსტანტ კლასიკებს, როგორც არის მაგალითად Space Odyssey ან Clockwork Orange, ანუ ეგენ ისეთ ნანახი მქონეთ ყველას და მე მგონი რომ ნანახი გაქვთ და ისე ხართ მოსულები აქ. აი რიდლი სკოტის Blade Runner-ი, იმიტომ რომ ანუ აი რა ეხლა გეტყვი რატო რა. ეს იყო, კაროჩე არ ვიცი, ალბათ ბოლო 5-6 წელში პირველი ფილმი, რომელმაც თავი ბავშვად მაგზნობინა რა. ამაში აზრს მოგეტყვი ანუ. ბავშვობაში ფილმს უყურებდი რა. აი სრულიად მოცული ვიყავი მაგ ფილმის ატმოსფეროთი. აი რა მიმართებოდა იცი? აი იქ ვიყავი. კინოში უყურებდი. არა, ტელევიზორშიც უყურებდი, ანუ რავი რა. იქ ვიყავი რა, აი როგორ არის, არ ვიცი რა. ის სამყარო რაც იყო, ის ჭეშმარიტება ხდებოდა ის 2-3 საათი რა. მაგ ფილმში ვარდებოდი შიგნით და რაღაც ცოტა წამოვიძრა და მე გაჭირდა ეგ. ხოლმე ხარ აღარ გახდა მარტივი რა და რიდლი სკოტის Blade Runner-ი იყო ბოლო 5-6 წელს პირველი ფილმი, რომელმაც თავისი ატმოსფეროთი მოახერხა, რომ მაგ რაღაც კონკრეტულ სამყაროში გავჩითულიყავი რა. თან ნუ ულამაზესი გადაღებული არის, მაგრამ ამის გარდა ძალიან მნიშვნელოვანი თემა რაც არის, ეხმება ჩვენ პირველ პოდკასტს. აი, ხო, ოღონდ ეს ფილმი გადაღებული არის თუ არ ვცდები 96 წელს.